მოგესალმებით, შენი შუაღამე ეთერშია და მარტო ვარ, სამწუხაროდ, ილო არ არის, მაგრამ მე მჯერა რომ ეს სულ რამდენიმე წუთში ჩემს გვერდით აღმოჩნდება. მაინც ვცდილობ პოზიტიურზე ვკონცენტრირდე. ხო, არ ვიცი, რაღაცნაირად ჩვენი გადაცემისთვის წლის ბოლო გადაცემაა და ალბათ ნებისმიერ სხვა პირობებში ძალიან ბევრ სასაცილო ამბებს მოვიგონებდით, ბევრს ვიხალისებდით და შევეცდებოდით, რომ ისე კარგი ხმაურით შეგვეჯამებინა წელი და ახალ წელს შევგებებოდით სხვანაირად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული წელია, მაინც არსებობს ჩემთვის პირადად უამრავი პოზიტიური რამ, რაც ამ წლის განმავლობაში მოხდა და რაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ბევრ სხვა ყოველდღიურ სასაცილო თუ სახალისო ამბავზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ეთერებშიც და ისედაც ყველა ადამიანისაგან მესმის ეს საუბრები, რომ მიუხედავად ყველაფრისა კი არა და სწორედ იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რაც ამ წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა და შესაბამისად თითოეული ადამიანის ცხოვრებაში რაღაცნაირად მაინც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ეს. ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამე და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის და ყველა საქართველოს მოქალაქისთვის არის ის, რომ ჩვენ დავინახეთ თუ რამხელა ძალა გვაქვს, როგორ შეგვიძლია რომ ერთად ვიდგეთ, ვისწავლეთ ერთმანეთზე ზრუნვა. აღმოვაჩინეთ, რომ თურმე საქართველოში ძალიან ბევრი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და აღმოვაჩინეთ და დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენს ხმას აქვს აზრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება გაუთავებლად, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გაუთავებლად ძალიან საშინელი ძალადობრივი მეთოდებით იბრძვის საკუთარივე მოქალაქეების წინააღმდეგ, ამ ყველაფრის მიუხედავად სინამდვილეში ჩვენ ამ წინააღმდეგობამ ძალიან გაგვაძლიერა, ერთად დაგვაყენა და ის ერთობის ჯაჭვი, რომელიც შაბათს გაიმართა, ჩემთვის ისეთი ამაღელვებელი დღე იყო, რომ და დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანისთვის, რომ აბსოლუტური განცდა მქონდა, რომ ამ ერთობას და ამ სიყვარულს, როგორც ადამიანები იდგნენ, არა მარტო თბილისში, თან საქართველოს ბევრ სხვადასხვა ქალაქში და ჩვენ ნახეთ მართლაც წარმოუდგენლად ამაღელვებელი კადრები. რაღაცნაირი განცდა გამიჩნდა, რომ ეს არის ერთობა სიყვარულზე დაფუძნებული, თანადგომაზე დაფუძნებული, სოლიდარობაზე დაფუძნებული და რაც ყველაზე უფრო მთავარია, ამ ერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი არის თავისუფლება და რაღაცნაირი ესეთი განცდა გამიჩნდა, რომ ვერც 1 მილიარდი ანგარებით ჩადენილი რაღაც საქციელები ასეთ ერთობას საბოლოო ჯამში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაამარცხებს. რთულად ვასრულებთ 2024-ს და ყველას რაღაცნაირად მაინც სევდიანი განწყობა გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი თუ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი მოცემულ მომენტში არის დაკავებული, არა მხოლოდ ეხლა ბოლო ერთ თვეში დაკავებულები გაზაფხულის აქციებიდანაც გვახსოვს და ჩემი მეგობარი, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი გიორგი ოკმელაშვილი და არ მინდა ეხლა სახელები და გვარები ჩამოვთვალო, იმიტომ რომ შეიძლება არ გამახსენდეს და არ მინდა რამე ავურიო, თუმცა რამდენიმე ადამიანი გაზაფხულზეც დაიჭირეს და ისინი ახლაც ციხეში არიან და ჯერ კიდევ არც კი მიუსჯიათ მათთვის სასჯელი და ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ახალი წელი არის ის დღე, როდესაც გინდება რომ შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატარო, გაუზიარო დიდი სიხარულით, სიყვარულით, მოიგონოთ მთელი გასული წლის ამბები. მე და ჩემი მეგობრებს ესეთი ტრადიცია გვაქვს, რომ ერთმანეთს პირობებს ვაძლევთ თუ რას გავაკეთებთ მომავალ წელს, ჩავუთქვათ სურვილები და ეს რაღაცნაირად გვაქვს საქართველოში ეს ტრადიცია, რომ ყველაზე უფრო დიდი სიყვარულით ვეგებებით ხოლმე ახალ წელს. ჩემთვის პირადად ცოტა სევდიანია დღევანდელი ახალი წელი. ცოტა არა, ძალიან სევდიანია წლევანდელი ახალი წელი, იმიტომ რომ ჩემი პირადად 2 მეგობარი დღეს ციხეში ზის და აბსოლუტურად უსამართლოდ მათ არაფერი დაუშავებიათ და ისინი არიან ალბათ ყველაზე უფრო გამორჩეული ადამიანები ჩემს სამეგობროში და გარდა ჩემი მეგობრებისა კიდევ ბევრი ადამიანი ზის დღეს ციხეში, რაც არის ძალიან მტკივნეული მათი ოჯახებისთვისაც და არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვისაც, იქ ხალხია, რომელსაც მე საერთოდ არ ვიცნობ, თუმცა გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის ისინი ძალიან ძვირფასები არიან და ძალიან მტკივნეულია იმის ცოდნა, რომ დღეს ვიღაც ადამიანები თავის ახლობლების გარეშე ციხეში უნდა შეხვდნენ ახალ წელს. მტკივნეულია, იმიტომ რომ შეიძლება მე მათ არ ვიცნობ, მაგრამ ისინი ჩემი თანამებრძოლები არიან და როგორც მე ვიბრძვი, ისინიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას გააგრძელებენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ერთად ვიდექით საქართველოს გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის და მათ შეუზღუდეს თავისუფლება და ჩასვეს 4 კედელში. ძალიან მტკივნეულია, არ ვიცი, მართლა ბევრს ვფიქრობთ მე და ჩემი მეგობრები და უამრავი ადამიანი, ანუ
ხალხი, რომლებიც მათ არ იცნობენ იმ დაკავებულ ადამიანებს, ისინიც კი დღეს მიდის ძალიან ბევრი მსჯელობა თუ როგორ შეგვიძლია გავამხნეოთ ის ხალხი, ვინც დღეს გამოკეტილია 4 კედელში, როგორ შეგვიძლია რომ მათ გვერდით ვიყოთ, რაც ძალიან რთულია. და ვფიქრობთ იმაზეც, რომ რაღაც ნაწილი ხალხის ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა მივიდეთ გლდანის იზოლატორთან და რაღაცნაირად იქნებ გავაგონოთ ხმა. თუ ჩვენ ხმას ვერ გაიგებენ, ჩვენ მაინც ვიცოდეთ, რომ ეს გავაკეთეთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ქვეყანა რა არის არათუ თავის თანამოქალაქეები. დღეს თუ მოქალაქეები არ იქნებიან თავისუფლები, ქვეყანა თავისუფალი ვერ იქნება ნამდვილად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო თითოეული დაკავებულის ოჯახს, მის ახლობლებს და ნაცნობებს და ასევე მთელ საქართველოს, ხო, ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს ჩვენ ხელში გვიჭერავს არის ეს სოლიდარობა და თანადგომა და ეს არის ის რაც გვაძლებინებს ბოლომდე. რაღაცნაირად არ ვიცი, აი ვცდილობ რომ სევდიანი არ იყოს ეს ჩემი წლის შეჯამება, თუმცა არ გამომდის სხვანაირად, მაგრამ არ აუშავს. დღეს წლევანდელ წელს ასე სევდიანად თუ გავაცილებთ და არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მომავალი წელი იყოს ნამდვილი თავისუფლების და ახალი საქართველოს წელი, არ აუშავს და იყოს ეს 1-20-24 სევდიანად შეხვედრილი წელი, თუმცა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მე მაინც ვფიქრობ, რომ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი წლის ღამე სტარდება საპროტესტო ახალი წლის ღამე, ყველანი ვიქნებით რუსთაველზე, იმიტომ რომ სანამ ჩვენი თანამებრძოლი ერთი მაინც არის ციხეში, ჩვენი სახლი არის რუსთაველი, იმიტომ რომ ჩვენ თუ ერთმანეთს არ დავიცავთ, ხედავთ უკვე რომ საქართველოს პოლიცია და სასამართლო თავის მოქალაქეებს არ იცავს. თუმცა არ აუშავს, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, ჩვენ ერთად ვდგავართ, ჩვენ ვისწავლეთ რომ ერთად დგომა თურმე შეგვიძლია, ჩვენ ვისწავლეთ ძალიან დიდი სიყვარული ერთმანეთის და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ყველაფერს, ამ ერთობას და ამ სიყვარულს იმხელა ძალა აქვს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ იმ რამდენიმე, არ ვიცი, 10-ულია თუ 100 მილიონერ ადამიანს, რომლებიც კაბინეტებში არიან გამოკეტილები და მათ დაქვემდებარებაში ყოფ ინსტიტუციებს, რომლებიც არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ ჩვენმა ქვეყანამ იფუნქციონიროს და იყოს ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს. კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა თითოეულ დაკავებულ ადამიანს და არ ვიცი ხო მეტი რა შემიძლია ვთქვა ძალიან მიჭერს მართლა თან დღეს რადგან ჩემი მეგობარია ამასაც ვიტყვი აუცილებლად დღეს გაკეთდა ასე მუვმენტმა გააკეთა ასეთი ვიდეო როდესაც ოკმელა თავის მეუღლეს ასევე ჩემ მეგობარს თამთას ესაუბრება ტელეფონზე და იმდენად მტკივნეული და გულისამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის რომ ხო ვიღაცას შეიძლება ხალისი უნდოდეს, ეს გასაგებია, მეც ძალიან მინდა რომ ერთობოდე, თუმცა ერთი ადამიანი მაინც თუ არსებობს, რომელიც უსამართლობის გამო, აი ამ პოლიციური რეჟიმის გამო დღეს ძალიან სევდიანია, იმიტომ რომ ვერ ატარებს ახალ წელს თავის ოჯახის წევრებთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად, მე მაინც ვერ ვაძლევ თითქოს ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ავდგე და კარგ ხასიათზე ვიყო და ვიზეიმო. მოკლედ არ მინდა ბოდიში ვიხდით უზედმეტად დაგასევდიანეთ, თუმცა რა ვქნათ, ასეთია სიტუაცია, მაგრამ არ აუშავს 2025-ში ამას აუცილებლად გადავტეხავთ. ახლა გავალთ რამდენიმე წუთიან რეკლამაზე, ძალიან მალე დაგიბრუნდებით და ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, ასე რომ დარჩით ჩვენთან. დავბრუნდით და ასე ამისრულდეს ყველაფერი ჩემი ილო ჩემთან ერთად და გილოცავ გუშინდელ დაბადებას დღეს. ძალიან დიდი მადლობა, ხო, დაბადების დღემ კარგად დამიხდია, ანუ ოჯახთან ერთად ვიყავი და სხვათა შორის ძალიან უცნაურია, რომ ყოველთვის რაღაცნაირად სევდიანი ვარ ამ დაბადების დღეზე და ამ სიტუაციამ კიდევ უფრო შეგვმატა, იმიტომ რომ 1 და 2 ის არ შეგხვდებოდა ალბათ Facebook-ზე პოსტი და არაერთი ორი ადამიანისგან, რომ ანუ დღეში 6 ჯერ ტირილი გამოწერილიაო, ხო იცი, ანუ მეც რევი მემართება ხოლმე, იცი, რომ აი ხა ამ სიტუაციიდან გავი, ჯერ აქ რა ხდება ერთი და შემთხვევით რომ YouTube-ზე გადამაყაროს მამაცი გულის მომენტიან, რაიმე ისეთი ფილმი, სადაც თავისუფლებისთვის ადამიანები იბრძვიან, ანუ ეგრევე გული მიჩუქდება და რაღაცა ძალიან სენსიტიური ვიყავი გუშინ, მაგრამ არა მარტო ამ მოვლენების გამო ზოგადად მახასიათებს. ეხლა ძალიან დიდი მადლობა და გამოვეხმაურები კიდე ერთ ამბავს, რომელიც ეხლა ხანს მოხდა და მთავარახსევიც არის შეგიძლიათ შეხვიდეთ ნახოთ. იქ უფრო დეტალურად ვიტყვიან, თუმცა არ შეიძლება რომ ამ თემას არ გამოვეხმაუროთ, სულ რაღაცა ალბათ საათის წინ შეიძლება ცოტა უფრო მეტის
უკან ანუ 2 არასრულწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, სამწუხაროდ გარდაიცვალა, ანუ მანქანამ გაიტანა. თვითონ როგორც ვიცი, თვითონ ძღოლიც საკმაოდ დაზიანებული იყო და როცა ცდილობდა სასწრაფო დახმარება, რომელსაც დახმარებოდა იმ მომენტისათვის მოსახლეობას ძალიან დიდი აგრესია გაუჩნდა და გადმოაყირავეს პირველ რიგში სამძიმარი ოჯახებს. სამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს. უდიდესი ტრაგედია, ჩვენ თვითონ შვილები ყავს, თუმცა ამას არც შვილის ყოლა ჭირდება იმისათვის, რომ გაიაზროთ რამდენად დიდი ტრაგედია და ყველას უსამძიმრებ და რა ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა რაღაცნაირად თვითონ იქ ჩაწყნარდება სიტუაცია, ეს არის უმძიმესი და მე არავის არ უსურვებ ამ ხელა ტრაგედიის გადატანას, მაგრამ იმედია, რომ რაღაცნაირად ჩაწყნარდება სიტუაცია, ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, რომ სოციალური ქსელებიდან ვადევნოთ ამ მოვლენას და ნახოთ, ვთქვათ, როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ნუ ასეთი ტრაგედიების დროს საერთოდ ძალიან რთულია, რომ რაციონალურად იმსჯელო და რაციონალურად მოიქცე, თქვათ, როცა თუნდაც რეგიონში მოსახლეობა ხარ და აქედან გამომდინარე იმედია, რომ რაღაცნაირად ხო შედარებით განვიხდება, თუმცა ნუ ტრაგედიას ამითი ვერ ეშველება და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სამძიმარი იმ ოჯახებს, რომლებმაც ეს ეხაც გადააქვთ და ჯერ კიდევ ალბათ გააზრებული არ აქვთ. ამაზე მინდა და ნახოთ. ეს ვერცხლები უსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა და რთულია ამ ყველაფრის. არ ვიცი, ხო, მართლა ძალიან რთულია. თუმცა ხო, არ ვიცი, რაღაცნაირად გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა და მე წარვადგენ ჩვენ სტუმარს. დღეს ჩვენთან სტუდიაში არის მოსული ფსიქოლოგი ელინე ჯაფარიძე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ესე გვიან რომ შემოგვიერთდით და არ ვიცი, რაღაცნაირად მართლა ჩვენი გადაცემისთვის წლის ბოლო გადაცემაა და ყოველთვის წლის ბოლოს რაღაც ყველანი ვაჯამებთ წელს. ცოტა რთულია წლევანდელი წლის შეჯამება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გადმოსახედიდანაც შეგვიძლია რომ პოზიტიურ მხარეებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხო მე მგონია რომ ეს განსაკუთრებით ბოლო ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, თითქოს რაღაცნაირი განცდა მაქვს, რომ საზოგადოება უცბად გაიზარდა, თითქოს სრულწლოვნები ვხდებით თუ რაღაცა რთულია, როგორც გარდატეხის ასაკში, რომ ძალიან ძნელია, რომ უცბად დიდ ადამიანად ჩამოყალიბდა, რაღაცნაირად ესე ვხედავ რატომღაც და თქვენი შეხედულებებით ძალიან საინტერესო იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გულისამაჩუყებელია ეს წელი. აი სწორად თქვით და ისეთი ადამიანებიც კი, რომლებსაც ადრე უჭირდათ ემოციების გამოხატვა, იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ შეიძლება რაღაცაზე ცრემლი მოგდიოდეს, შეიძლება რაღაცას განიცდი და დღეს რასაც მე ვაკვირდები, რომ პირველ რიგში ძალიან ესეთი მისაღები გახდა, რომ ჩვენ ვისაუბროთ ჩვენს ემოციებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ იმის და მიუხედავად ნებისმიერ შემთხვევაში, როცა რაღაცა ცუდი ხდება, ჩვენი გონება ისე მოწყობილი, რომ ცუდზე ფიქსირდება და თითქოს ძალიან ბევრი თუნდაც ნაკლებად მასშტაბური კარგი აბსოლუტურად წაშლილია ხოლმე ჩვენი თვალთახედვიდან, ხო? იმიტომ რომ ამ ცუდს აქვს თავისი რატომ საერთოდ, რომ გონება გადადის ალარმულ რეჟიმში, იმიტომ რომ ადამიანი იბადება იმისთვის, რომ იცოცხლოს და ნებისმიერი რაღაცა საფრთხე, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას, ჩემს სტაბილურობას, ჩემს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ჩემი ფსიქიკა რეაგირებს ისე, რომ მე სულ უნდა ვიყო კონცენტრირებული ცუდზე, იმისთვის, რომ გადავრჩე. მაგრამ აი ესე ძალიან შორიდან ცოტა ზუმაუთი რომ გავაკეთოთ და მთელ ამ წელს შევხედოთ, აი როგორადაც მიდის ცუდი მოვლენები, ისე პარალელურად მიყვება ძალიან გულისამაჩუყებელი და ძალიან ბევრი საოცარი რამ, რასაც შეიძლება ისე გვეცხოვრა, რომ ამ მასშტაბით და ამ ინტენსივობით არც კი შევხვედროთ, ხო? მე გამოყვებდი რამდენიმე მომენტს, რასაც მე შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ. ერთ-ერთი ჩემთვის, რაც არის ძალიან თვალსაჩინო და ძალიან სასიხარულო მთელ აი ამ კრიზისის პროცესში, ეს არის ქალების როლი განურჩევლად ასაკიცა, ახალგაზრდა საშუალო ხნის ასაკოვანი ქალების გაბედულობა კრიზისთან მიმართებაში და საოცარი გმირობა, იმიტომ ის კადრები თუნდაც, რომელიც რუსთაველზე ვითარდება, როდესაც ქალები დგანან ათასობით სპეცნაზელის წინაშე, ქალები დგანან წყლის ჭავლის წინაშე, რომელიც ზუსტად გვაჩვენებს იმას, რა არის ქალი. რა არის ქართველი ქალი და ის ძველი ტრადიციული რაღაცა სტერეოტიპები და ინტროექტები, რომელსაც ძალიან ხშირად გვაყლაპებენ, რომ ქალი ესეთი უნდა იყოს თუ ქალი ესეთი იყოს, აი ესეთია. ქართველი ქალი, რომელსაც შეუძლია რომ აკეთოს თავისი საქმე, რომელიც ზრდის შვილებს და რომელიც ასევე ქუჩაში დგას და ბოლო 33 დღეა ძალიან ბევრი ქართველი ქალი ყოველდღიურად, რომლებსაც ყავს ოჯახები, რომლებსაც აქვს თავისი საყვარელი საქმე,
ამ ყველაფრის მიუხედავად დგანან ქუჩაში და ზუსტად ისე უძლებენ ამას ყველაფერს და ზოგჯერ იმაზე უფრო თამამად გამოხატავენ თავის აზრს, რაც წარმოუდგენელია, ხო? იმიტომ რომ რაღაცა სტერეოტიპი გქონდა ჩვენ ადრე, რომ შიშთან მიმართებაში გარბი ხარ ან შეშტები. მაინც და მაინც ის რომ გადადიხარ ემაზე, რა ქვია, თავდაცვაზე და ზოგჯერ შეიძლება გადახვიდეთ ძალიან მოტივირებულად სხვის დაცვაზეც. კი, ამაზე საუბარი არ ხდებოდა. დღეს ეს ნაჩვენებია. ჩვენ ამის კადრები გვაქვს და ამაზე ზედმეტი საუბარიც კი აღარ გვჭირდება. ამას ჩვენ ყოველდღიურობაში ვხედავთ. თითქოს დღეს ქალები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, სუსტ სქესს მათ ნამდვილად ვერ დაარქმევთ. ეს ხო საერთოდ ესეთი სქესი და აი ჩანს როგორი სუსტი სქესიც არის. ხო, ანუ აქ ჩანს ის რომ ადამიანი, რომელიც იბრძვის და რომელიც გრძნობს, რომ ის სწორ მხარეს არის, ის ადამიანი ესე იქცევა, როგორც იქცევა რა და მანდ უკვე ეს აღარ აქვს მნიშვნელობა და ზუსტად ამაზე მინდოდა ხაზგასმა, რომ მთელი სამუშაო გენდერული სტერეოტიპების რღვევის, მთელი სამუშაო, რომელიც წლების განმავლობაში მიდიოდა ქალთა ემანსიპაციაზე, იმაზე, რომ ქალებს უნდა ქონოდათ თანაბარი ხელმისაწვდომობა არსებული რესურსებისადმი, დღეს ჩანს. და მე კიდევ მინდა თქვა რომ ის ახალგაზრდა ქალები, ის ჯენზი თაობა და კიდე ცალკე შევეხებით ჯენზის რატომ არის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო მთელ აი ამ პროცესში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ მომავალ წელს მივალთ იმ წერტილამდე როცა უკვე სოციოლოგები, კულტუროლოგები შეძლებენ ფსიქოლოგები რომ ამაზე ვისაუბროთ როგორც ანალიზზე და არა მიმდინარე კრიზისზე, სადაც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, მაგრამ აი ეს მამაცი გოგოები, რომლებიც წყლის ჭაობთან დგანან, ერთი არიან იმ ქალების გაზრდილები, რომელიც ჩემი ასაკის არიან და ამითი ძალიან აღთოვანებული ვარ, რომ ჩვენმა თაობამ მოახერხა თავისუფალი თაობის, აუცილებლად თავისუფალი გოგოების, რატომ მინდა გამოვყო ეს, იმიტომ რომ მაინც ძალიან დიდი წნეხი იყო გენდერული. და მეორე, ძალიან რთულდება, რომ ესეთ გოგოს გვერდში დავდგე. რაღაცით გააოცო, ხო? იმიტომ რომ ის ვეღარ გაოცდება მარტივი რაღაცებით, იმიტომ რომ წყლის ჭავლის წინ დგას და არის შინ. და სხვათა შორის კიდევ ბევრი ამაზე პოზიტიური რა შეიძლება. კიდევ ერთ პოზიტივს გეტყვი, ამ ძალიან სასაცილო იყო, როდესაც ვიღაცა გოგოებისგან, რომლებიც ზოგი აქ არ ცხოვრობს და დროებით არის წასული საზღვარგარეთთან, იქ ცხოვრობს, მაგრამ აქ ჩამოდიოდა აქციაზე და თვითონ ადგილობრივი მოსახლეობაც, ანუ გოგოები ამბობდნენ, რომ ერთმა დაწერა რამოდენიმე ერთი დავინახო რომ რომელიმე ნაცემი არ იყო თო მე ჩამოდივარ აი დეითებზე რომ ეხა მწერთო და პაემნები რომ გინათო არ შევხვდები ადამიანს ვინც არ იქნება შელახულიო ამ აქციების გამო ესე იგი ფაქტიურად რაღაცნაირად ხო ანუ ბიჭებსაც კი ასე ვთქვათ რაღაცნაირად ვერ აიძულებდნენ მაგრამ რაღაც გარკვეულ მოტივაციას აძლევდნენ რომ ესე იგი შენ თუ ხო რაღაცა ეხა ჩვენ დაუბრალდება დავით ისედაც ხო გრალდება ეხა ეხა ისედაც გრალდება მაგრამ ეს მომენტი ძალიან გულისამაჩოყებელია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც დღეს შეიძლება ვერ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა არის მიმდინარე და კრიზისური. მეორე, რასაც აუცილებლად ხელოვანები უკეთესად გაშლიან, მაგრამ მთელი ხელოვნება არის გადმოსული ქუჩაში. ოღონდ არა მარტო ხელოვანები, არამედ მთელი ხელოვნება იქმნება, ხო? ანუ სათითაო ის საპროტესტო რაღაცა სლოგანი, რომელსაც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი სახლში წელს და გამოაქვს და მე პლაკატად აქცევს, ხო? ამას წინათ წერდი და ვითხოვ, მართლა ვითხოვ, რომ არ დაიკარგოს ეს, იმიტომ რომ ეს არის იმ ხელა ღირებულების მთელი ეპოქა, რომელიც არის მთელ ამ აბსოლუტურად ლაივ რეჟიმში ჩვენ ხედავთ როგორ იქნება აბსოლუტურად. მე მესამე არის რაღაცა კონკრეტულად ძალიან მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი თარიღები, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს, მაგალითად ერთ-ერთი არის რაც ჯაჭვი, რომელიც ვახსენეთ, რომელიც არანაკლებ ისეთივე ემოციური იყო ხორუმი, არანაკლებ ემოციური იყო ევროპის მარში, რომელიც იყო პირველი მარში და არანაკლებ ემოციურია თითოეული მარშის დროს, არა მარტო მარში, არამედ თითოეული მარშის დროს მარშების შეერთება. და ეს არის ემოციური მეხსიერებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, იმიტომ რომ ხა ჩვენ რას ვართ შეჩეულები თან ხო, რომ ჩვენ პერმანენტულად ვართ შეჩეულები, რომ ჩვენ ვაკეთებთ შინაარსობრივ ანალიზს, რომ ეს ესე არის, ის ისეა. რაღაცა სახელდებებს ვარქვით. მაგრამ მეორე არის რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ემოციური მეხსიერება. ანუ ეხაც კი, როდესაც მე მახსენდება მომენტი, როდესაც ერთი მარში მეორეს ხდება რუსთაველზე და ინთება იქ ეს ნატურები, მისი iPhone-ით, ხო, როდესაც
უთქმელი კონტაქტი მყარდება 100,000-ობით ადამიანს შორის, ხო? რაღაცა კოლექტიური გონი. დიდი სიყვარულის წარმოუდგენელი. და რაც თქვენ ახსენეთ ეკარო, ეს რა ქვია, სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა. ხო, სამოქალაქო საზოგადოება რო გაიზარდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ აი 30 წელიწადში 90-იანებიდან მოყოლებული სამოქალაქო საზოგადოება მართლა ძალიან დიდი გზა გაიარა ჩამოსაყალიბებლად, როგორც სამოქალაქო საზოგადოება. და უკანასკნელი ბოლო თვეები არის ამისი აბსოლუტური დასტური. და რატომ? იმიტომ, რომ ეს არის სახალხო პროტესტი და ეს არღვევს ძალიან ბევრი ისეთ სტერეოტიპს, რომელიც ქართველებს ჰქონდა მიკრული, მაგალითად. რომ ქართველები ვართ ადამიანები, რომლებიც ვართ მაგალითად არაპუნქტუალურები. მე არ მინახავს ჩემი არც ერთი მეგობარი, რომელიც ასევე ითვლებოდა, რომ არის არაპუნქტუალური, მარშზე არაპუნქტუალურად მისული. მართლა არ მინახავს. უკანასკნელი ერთი, ხო, ანუ ნახეთ, პასუხისგებლობის მომენტი, სადაც არის რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, ხო? რომელიც მხოლოდ შენ არ გეხება. რომელიც მხოლოდ შენ არ გეხება და ეხება შენს დღევანდელობას, შენს მომავალს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც შენ გიყვარს და კი, არა მარტო შენს წარსულს, არამედ მთელ კოლექტიურ წარსულს, რომლითაც შენ დღეს აქ დგახარ, ხო? და ამის შეიძლება ესე ვერბალიზაციას არ აკეთებდეს ბევრი, მაგრამ ეს ისევ და ისევ იმ მეხსიერებაშია. ზუსტად ამითი რეაგირებს ის ადამიანი, რომელიც პირველი პუნქტუალობა, მეორე ორგანიზებულობა. ხო, ჩვენ გქონდა ასევე, ну, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნდა და ბოდიშს ვიხდი საჯაროდ, ძალიან ბევრჯერ მიკრიტიკებია ქართველი ერი იმის გამო, რომ ჩვენ ვართ არაორგანიზებულები. რა ჩვენ გვიჭირს ორგანიზებულობა? როდესაც შენ შეგიძლია, რომ 10,000 ადამიანი ორგანიზებულად ცეკვავდეს ხორუმს ქუჩაში. აბსოლუტურად დაუგეგმავთ. აბსოლუტურად დაუგეგმავთ, ხო? მათ შორის მე რომელსაც ცხოვრებაში არ მიცეკვია და რამდენი ოცნება ახდა ჯერ ერთი, რომ ოპერის წინ შენ ხორუმს ცეკვავ, როგორც ცეკვავ, მნიშვნელობა არ აქვს და ტაშს გიკრავენ ამით. მე პირადად ჩემი ბავშვობის ოცნება ამიხდა, რომ ჩემს ცეკვაში 10,000-ობით კაცი ტაშს უკრავდა. და მეორე, როგორი ორგანიზებული იყო და ნებისმიერი ესეთი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ხალხის მიერ იგეგმება და იგეგმება ვირტუალურად, ხო? რომელიც უცებად პირველად მქონდა აი როცა თავიდან დაიწყო, გულწრფელად მქონდა ცოტა მღელვარება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაიმე, აი ეს ვირტუალური სამყაროდან ჩვენ რომ რეალობაში ვერ განვახორციელოთ, ზუსტად იმის გამო, რომ არასდროს არ გაგვიკეთებია. მე არ ვიცი პრეცედენტი მსგავსი პროტესტებისა. სპეციალურად ვეძებდი, ანუ არსებობს სადმე ესეთი კრეატიული პროცესები და ესეთი მასშტაბური პროცესები, რომელიც დღეს აქ ხდება და რომელსაც ჩვენ ვქმნით და თან ვირტუალურ სამყაროში ხდება ამის ერთგვარი რაღაცა კონტურის მოხაზვა და შემდეგ ამის ყველაფრის გადმოტანა რეალობაში და ის როგორც აი უცებ გადმოდის და კეთდება. მეორე ამბავია ახლა ის რომ სრულად ცდილობენ ამის დევალვაციას, ხო და რაც უფრო მეტად ცდილობენ დევალვაციას, მით უფრო მეტად ვწმუნდებით ჩვენ რომ გამოგვივიდა. იმიტომ რომ როცა რაღაცა არ გამოგდის, ამის დევალვაცია არ არის საჭირო. ამდენი მტკიცება იმისი რომ 10,000 კაცი კი არა 1000-ია და 100,000 კი არა 800-ია არ გჭირდება როცა რაღაცა არ მუშაობს. მაშინ გჭირდება ამის ყოველფრის გაუფასურება როცა ეს მუშაობს და საოცრებაა რომ ეს მუშაობს და ეს ერთ-ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მომენტია, რასაც მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ქმნით კონკრეტულ ღონისძიებებს, ჩვენ ქმნით კონკრეტული სხვადასხვა მასშტაბის რაღაცა საპროტესტო იმას, არ ვიცი, რა ქვია, ფორმას. ხო, აი ფორმას ვქნით. პროტესტს კი არ ვქნით მარტო. ფორმა შეიქმნა. და შესაბამისად თითოეული ის ადამიანი, რომელიც იქ დგას, იმ ისტორიას წერს. და ეს ისტორია განსხვავებულია 37 წლისგან. ეგეც მინდა ვთქვა. და ოღონდ, აი თქვენ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ 37 წელს შეიძლება უფრო რთული იყო, იმიტომ რომ იქ დაახვრეტა ყველაზე აი მე რაც აღმართოვანებს აი ყველაფერში რაც ხდება და რატომ არის აი ეს გზადაგზა რო იქმნება და რო გავაწლები თითოეული ეს კადრი რომელსაც ჩვენ ყოველდღე ხედავთ იგივენაირად როგორც ადრე ეროვნული მოძრაობის დროს იყო სხვა დროს იყო კადრები ესენი შემოგრჩება თან ახლა უფრო მეტი კადრი მაშინ უფრო რთული იყო ეს კადრები და არ იყო იმდენი ასე ვთქვათ და მეორე მხრივ შეიძლება ეს კიდე უფრო
გაიძულებს ასე ვთქვათ, კაი გაგებით რომ მოეფერო იმ კადრებს, იმიტომ რომ ეს მართლა რეალურად, ანუ აი ვიდეო არქივია ჩვენი ისტორია. და ბევრი ისეთი ეროვნული გმირი და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, რომელზეც შეიძლება მხოლოდ წიგნებში ენახოთ ვიღაცებს, ან ხალხმა დღეს შეგვიძლია მერაბ კოსტავამ ნახოთ, თქვა ხო, ვიდეოთი ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგრამ რაც მე აი ყველაზე მეტად აღმართოვანებს, ეს არის რა პირობებში ხდება ეს. ანუ ჰიბრიდული ომის პირობებში, როდესაც ურთულესია, რომ ადამიანი არ გამოიფიტოს ამ ზღვა ინფორმაციით. ურთულესია, როგორც ხედავთ ჩვენ სახელმწიფო ამას და რუსეთში ზუსტად იგივე ხდებოდა ბელორუსიაში, რეალურად ყველანაირ ავტორიტეტს კლავს თითოეული ადამიანის, რომელსაც მაგალითად ახალგაზრდებს ჯერათ. ხო, აი თუ კიდე ვინმე დარჩა იმ პოლარიზაციის დროს, თქვათ ისეთი, რომ შედარებით აქამდე უბრალოდ ცოტა ნეიტრალური იყო, ან საერთოდ პოლიტიკაში არ ერეოდა. ნუ აი მაგალითია, მაგალითად გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე, ხო? ანუ ადამიანები, რომელსაც აი ნუ რაზე უნდა მოედაო, ხო? მაგრამ მათი გაშავებას დაიწყეს. ამით იმის თქვა მინდა, რომ იმ პირობებში და ჩვენ ამ სტუდიაში ბევრი გვისაუბრია რუსეთის ჰიბრიდულ ომზე. და რას წარმოადგენს ეს, რა საშიშროებები აქვს ამას. აი ამ პირობებში, ვით უმეტეს სხვა ქვეყნებში ნახეთ როგორ ხდებოდა. რო უძლებს ხალხი ამას. როდესაც Facebook-ში შეიძლება უცებ ინფორმაცია ხო, გადაუმოწმებელი აღმოჩნდა, და ეგრევე ხინჯი. ანუ იმდენი მექანიზმები არსებობს, როგორ გააჩერო ადამიანის სახში, როგორ ჩაუნერგო, რომ ნებისმიერი ცვლილება ეს დესტრუქციის მომტანია. როგორ თქვათ, რთულია რეგიონში, ხო, რეგიონში მცხოვრები ადამიანისთვის, როგორ რთული არის, იმიტომ რომ იქ ვიღაცები ეუბნება, რომ შენ თუ იქ დადგები, ნუ ამ პირობითად რაღაცა ნაცების ხარი ხარ, ან რაღაცა ნაცების ხარი კიდე ისეთი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ თავისი ელექტორატი იმათ ყავთ რეგიონში. გებისთვის და აბა შენ გინდა რომ აქ კასპში მე აი ხა ის კომიკური რაღაცები რაც იყო ანუ ბევრი ამბავია და ამ დროს რომ ხალხი მთიდან ჩამოდის იმისათვის რომ უკვე ტელევიზორში ყურება აღარ შემო აი ქუნა ვიდგე აქ უნდა ვნახო ყველაფერი ჩემი თვალითო და აი ეს პერფორმანსები რაც მოხდა თუნდაც ეს ხორუმი რეალურად აი ერთ მაგალითს მოვიყვა როგორც არ გავაგზავნებ ფერს როგორც უკრაინის ომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დააჩქარა პროცესები და რაღაცნაირად თითქოს ევროპაც გამოაფხიზლა ნახოთ ზედმეტად გვიან გამოაფხიზდა თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში უწევთ რომ გამოფხიზდა იმიტომ რომ მოვლენები ძალიან ჩქარჩქარა ვითარდება სამყაროში და ამ ახალ გადანაწილებაში უახლოესი 3-4 თვე ამ ყველაფერს გამოაჩენს რა გადანაწილება იქნება როგორც მინიმუმ ჩვენ რეგიონში მაინც და ამ დროს ასეთ საგიჟეთში რომ ჩვენ ვახერხებთ რომ ისეთი სტანდარტის აქციები დავდოთ რომელზეც მართლა ყველა საუბრობს გადაჭარბების გარეშე იმიტომ რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ ესეთი სტანდარტი აქციების დროს როცა მარადიორობა არ არის შენ არ იცი რითი ხარ კაცო დაზღვეული ბოლო ადამიანი ემოციურად რო გწნობს თავს შეიძლება პროტესტი გაუჩნდეს ამ ქვეყანაში თან ახლა ეკონომიკა დუხსო რომ ხარავის არ ჯერა და შეიძლება მოუნდეს ადამიანს რომ ჩატეხოს ვიტრინ ამ პროტესტი გამოთქვას და ამაზე აქაც ვილაპარაკეთ ახლახანს თქვა როგორ მიმდინარეობს საფრანგეთში აქციები აი ჩვენ იმდენად მაღლა ვდგავართ ამ ყველაფერზე მაგრამ ასევე გადაცდომაც როცა ხდება იქ ისჯება ხალხი. აი ეკას გულაძე ყავდა ჩართული, მან ისაუბრა დარღვევებზე და მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ აი ისე მიყვარს თითოეული ადამიანი რომელიც დღეს ახერხებს რომ დარჩეს მედგრად როგორც ვამბობ. კარად. არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღე გადის საათში ერთხელ გადის 2 საათში ერთხელ, მაგრამ ის რომ შენ არ დაკარგო მთავარი ღერძი, რასაც ნიშნავს ის, რომ შენ გინდა რომ შენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, რომ მიუხედავად ასეთი რთული გარემოსი და მიუხედავად ისევ და ისევ რუსული აი მესეჯ ბოქსების, რომ მე შეიძლება კარგი არ ვარ, მაგრამ აბა გადახედე იქით რა შვებიან, აბა შეხედე იქით რა ხდება, რომ შენ გაგიჩნდეს განცდა, რომ ხო ნუ აზრი არ აქვს რა. და აი მართლა ყოჩახ ჩვენ რომ ამდენი ადამიანი და მაგარია. რაღაცნაირი ისეთი განცდა მაქვს, აი ბევრჯერ თქვენც თქვით და ჩვენ ქართველებთან დაკავშირებით ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ჩვენ ერთმანეთის ბევრი სისულელე მოგვისმენია, თუ როგორი ცუდები ვართ ჩვენ და მათ შორის არის ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც სულ ვაკვირდები და ვაწყდები ამას, რაც ძალიან ძვირფასია, რომ აი თითქოს ჩვენ არ შეგვიძლია რომ ქართველები ერთმანეთს დაბეთანხმოთ რამეში და აი ის ახლა რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ და თან ეს ხო წინა დღეს ხდება ყველაფრის დაგეგმა უცბად ვიღაც ადამიანის მიერ, რომელსაც საერთოდ არც იცნობ, არც იცი ვინ არის და თან რეალურად საფრთხეც ძალიან ბევრია. კაცმა არ იცის იქ რო გახვალ, რა მოხდება, დაგიჭერენ გცემენ თუ რა, მაგრამ ის რაც დღეს, რასაც აჩვენებს ეს პროტესტი, ბევრ მნიშვნელოვან რამესთან ერთად, ერთი რაღაც ის მაგ მგონია, რომ ესე ძალიან მთავარი რამე, რაღაც აი თითქოს ეროვნული თანხმობის აქტი დგება ყოველდღიურად ქალაქში. და სულ ვფიქრობ, რა მექანიზმია ეს, ანუ რა იწვევს იმას, რომ
აქამდე მივედით. არის ეს თქვა ის წინააღმდეგობა რაც ხელისუფლებისგან მოდის, თუ ის რომ უბრალოდ ბევრი წელია ძალიან ცუდ დღეში ვართ და ქვეყანა მართლა ჩამოგვექცა, თუ ის რომ რაც უფრო მეტი წინააღმდეგობაა, შენ უფრო მეტად. აი, თუნდაც ის ჰიბრიდული ომიც ილო მახსენა, ანუ რთულია რა, ეხა ახალი მეთოდი აქვს რომ დაიწყეს სოციალურ ქსელებში გაშავება ადამიანების და აი ეს რაღაც წნეხი და ამ ყველაფრის მიუხედავად ყოველდღიურად ვხედავთ აი ამ ეროვნული თანხმობის აქტებს. ერთ-ერთი მომენტი იმისი, რომ შენ როცა მართლა გწამს იმისი, რასაც აკეთებ, რაც არ უნდა იყოს და ჩვენ ისტორიაშიც გვაქვს, ხო, რომ როცა გულწრფელად გწამს იმისი, რასაც აკეთებ. მე გულწრფელად მწამს ყოველ დღე იმისი, რასაც ვაკეთებ სამსახურში და ვემსახურები გულწრფელად მთელი ჩემი არსით იმ პროფესიას, რომელსაც ვემსახურები და მეორე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სამშობლო. შესაბამისად, აქტი დგება იმიტომ, რომ იმ ხალხს ერთნაირად სწამს იმისი, რასაც აკეთებთ. აქ აღარ არის სადაო, რომ ჩვენ იქ არ უნდა დავდგეთ ან დავდგეთ. არა, გწამს იმისი, რომ ეს არის სწორი გზა და შესაბამისად ამიტომაც არის სრული თანხwebdriver. როცა თანხwebdriver აღირებულებებში და ფუნდამენტი ერთია. მე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვიკამათოთ ნიუანსებზე, რომ ასე ჯობდა თუ ისე ჯობდა, მაგრამ ფუნდამენტზე არ ვკამათობთ, ხო? და ეს მოცემულობად გადაიქცა. ზუსტად და ის რომ თითოეულ იქ მდგომ ადამიანს წამს ამისი და მისი მთავარი ღირებულება მართლა არის თავისუფლება და თავისუფლებაში პატივისცემა და ღირსება იგულისხმება. ჩანს თუნდაც იმაზე, რომ იქ სადაც შენ დგახარ იმ ადგილს არ აბინძურებ, იქ სადაც შენ დგახარ იმ ადგილს არ ანადგურებ, ხო? ანუ რა მასშტაბზეა საერთოდ ასული თვითშეგნება? აი მარტივი მაგალითია, როდესაც გაზის კაფსულების გაგუდვის მერე ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გაგუდვის პროცესში ჯერ მარტო რა რო შევხედოთ, ხო? პირველად, მეორედ, მესამედ მეშინო და მეოთხეჯერ მივხვდი, რომ შიში არ მაქვს, ზუსტად ვიცი როგორ ვიქცევი, ოღონდ მარტო მე კი არ ვიცი როგორ ვიქცევი. ჩვენ ყველამ ვიცით როგორ ვიქცევით, ვინსად მიდის, ვიცი რომ არ გადამთელავენ და ვიცი რომ გული თუ წამივიდა, აბსოლუტურად უცნობი ადამიანი ამაყენებს, გამიყვანს, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა ხდება, როდესაც იმაზე მიდის, ასე ვთქვათ, ზრუნვა, ვინ არის ცუდად, როგორ გავანეიტრალოთ ეს გაზის მავნებლობა და ამ ყველაფრის მერე იდება პოსტები, რომ უპატრონო ძაღლები, კატები. ანუ მასშტაბი ზრდის ჩანს. ზუსტად მაგაშია, რომ ჩანს, რომ შენ როდესაც უკვე გაქვს უნარი, როგორც საზოგადოებამ, იმაზე იდარდო, რომ ის ძაღლი, რომელიც იქ არის, ისიც შენსავით გაიგუდა, მაგრამ შენგან განსხვავებით კაციშვილი მომკითხავი იქ არ არის და ამ დროს არის და უამრავი ადამიანია, რომელიც ზრუნავს მათზე, ხო? აი ეს არის სამოქალაქო ცნობიერება. ანუ როგორ შეიძლება ჩაგიხშონ ამის მერე სამოქალაქო ცნობიერება, როცა შენ არა მარტო შენ თანა მებრძოლზე, არამედ ცხოველზეც ზუსტად ისევე დარდობ. გამორიცხული, ანუ მე მეჩნია ჩვენი სამოქალაქო ცნობიერებით, ჩვენი ცნობიერებით საერთოდ ზოგადად, როგორც პიროვნებები და ჩვენი შეგრძნებით იმისა, თუ რა არის ჩვენთვის ღირებული, ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტული სადღეგრძელოებისგან, რომლის ფონზეც აბსოლუტურად სხვადასხვა სამყარო გვაქვს ხელის გულზე და ამიტომაც არის, რომ ვირტუალური სივრციდან ერთი კონკრეტული მესიჯი, რომ ხვალ ჩვენ აი ამას ვაკეთებ, იწვევს აბსოლუტურ თანხwebdriverს და 100,000-ობით ადამიანის გაერთიანებას. აი ზუსტად მაგიტომ არის. კი და თან აი ბოდიში გიხდით, აი ეს ვერ მოვიყვანე კარგად ის პარალელი. უკრაინის ამები რა ვიგულისხმები და რატო ვიგულისხმები? უკრაინა რუსეთის ამბავმა როგორც დააჩქარა ჩვენი ევროპაში შესვლის, თქვათ, სისწრაფე და ალბათობები გაზარდა და ანუ დაუფარავად ამბობენ, ხო? ანუ რეალურად რომ აი ხა უნიკალური შანსი გაქვთ ახალ გადანაწილებაში თქვენ აღმოჩნდეთ, თქვათ, ევროპაში, ევროკავშირში კონკრეტულად რისკენაც ამდენი ხანი მივდიოდით. აი როგორც ამ რუსეთ-უკრაინის ომმა სამწუხაროდ ძალიან ცუდი რომ ეს გახდა მიზეზი ამ პროცესების დაჩქარების, მაგრამ ამან დააჩქარა აი ეს ვითარება, ახალი გადანაწილების ზუსტად იგივენაირად აი ამ კრიზისმა დააჩქარა ის, რომ აი ეს ჩვენ
საზოგადოება უცებ გავიზარდეთ ექსპრეს მეთოდით. ცხოვრებაში დგება ხოლმე პერიოდები, როცა გარკვეული კრიზისის დროს შენ ან გადარჩები და როგორი იარებითაც არ უნდა გამოხვიდე, მე კიდევ უფრო ძლიერი ხდები, იმიტომ რომ მეტი საკუთარი თავის პატივისცემა გიჩნდება, მეტად ენდოვი შენ თავს, როგორც მებრძოლს და ასე ვთქვათ, მეტად ხვდები, რომ სიყვარულის გამო ბევრი რამეს გააკეთებ. იგივენაირად, აი ეხლა ამ მოვლენებმა იმხელა რაღაცნაირად, აი როგორც ტოქსინები რო შეგიყვანონ, ასე ვთქვათ და მე რომ აი რაღაცა ოფს რო უნდა გამოადინო სხვადასხვა ვირუსების დროს, დაახლოებით ჩვენ აი ესე შხამისგან ნელ-ნელა ვიცლებით ეხა. ამიტომ აღარ მუშაობს პროპაგანდა. პროპაგანდა ვეღარ მუშაობს, იმიტომ რომ პროპაგანდა რას შვება, ხო? რომ არა მარტო პროპაგანდა არ არის ხოთა შორის არა მარტო სამთავრობო ან სახელისუფლებო არხები. აქ პროპაგანდა არის თითოეული ადამიანი, რომელიც და ანგარებით დაინტერესებულია, რომ აი ამ ხელისუფლებასთან დარჩეს და ზოგს მისი ოცნება აქვს, რომ რუსეთთან მოხვდეთ, რომ მე დიდ ბაზარზე, ასე ვთქვათ, მოხდეს. ისინიც კი ცდილობენ რას და ეგეთი რამოდენიმე ვიდეო შემხვდა, რომელიც აღარ მუშაობს. ადრე მუშაობდა. ვიდეო სარტოს იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აზრს, რომ აიო თქვენო, ერთადერთი ის გაქვთო მიზანიო, რომ აი ხელისუფლება გადააყენოთო, კაცო, თორე ახლა შენიშვნები რო გქონდეთო, ხო გექნებოდა თუ რაღაც შენიშვნები გაზზე, ფასზე, იმაზე, აი ეგრევე იძახილი, ესე იგი მართულები ხართო. და აი ეს რამაც განაპირობა დღეს რო ადამიანს რაღაცნაირად იქ მისვლა, უკვე სხვანაირად მყარად შეუულია. ეს განაპირობა იმან, რომ თითქოს აი ამ პროცესებმა ხალხი იმდენად ლიდერი გახადა ამ პროცესების, პოლიტიკური პროცესებისაც კი მათ შორის. როდესაც სენატორი ვილსონი გამოდის, ხალხს ელაპარაკება. სალომე ზურაბიშვილს და ხალხს. ანუ ამბობს, რომ თუ ხალხი არ დაიღლება, მაშინ არც ევროპა არ უნდა დაიღალოს, ეს უკვე სხვა ევროპარლამენტარის სიტყვებია, მაგრამ თუ ისინი ერთი თვე აქ არიან და კიდე არ დაიღლებენ და კიდე იბრძოლებენ, არც ევროპას არ აქვს უფლება, რომ დაიღალოს და ხელი ჩაიქნიეს ამ ხალხზე, ხო? და აქედან გამომდინარე, მართლა აღთქმებას იწევს ის, რომ აი როგორც იქნა, აი ამ ჰიბრიდულ ომთან ჯერჯერობით წინ კიდევ ბევრი არის საბრძოლო. კიდევ ბევრი მუხანათური მეთოდები არსებობს ამ ტროლობით, ბოტობით, ეხლა ხანს ბუმ, კიდე ჩემი დიდი პატივისცემა საქართველოს ნაკრები ის გამთამაშებელმა და მოთამაშე გიორგი ცინცაძეზე მაქვს საუბარი, რომელიც მუდმივად აქციებზეა და წინა ფრონტზეა. ეხლა ხანს დადო პოსტი, რომ აი ვინც ჩემი ოჯახის წევრებთან რეკავთ, აგინებთ და ვინც მე მირეკავთ და ვაგინებთ. ხალხო, ჩვენ გადავედით სხვა დონეზე. ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენა, თუნდაც 30 წლის წინ. შევარდნის დროს ვინ წარმოიდგენა, ვიღაცამ სახში დაგირეკა და ოჯახი გაგინა, ამას ვინ მოითმენდა. დღეს ეგეც ძალიან რთულია, იმიტომ რომ შენ გაფუჭებენ არა როგორც თქვათ გაგშავებენ მხოლოდ, არამედ შენ კიდე უნდათ გაგაჩერონ შენი ოჯახისზე შანტაჟით ფაქტიურად, რომ შენ განადგურდე, შულს ვეღარ მისცე სიყვარული, ცოლს ვეღარ მისცე სიყვარული, იქიდანაც არ წარმოვიდეს და მუდმივად აი შიშმა აგიპყროს, რომ ოღონდ შულს რამე არ დაუშავდეს და მოდი მაშინ ნუ არ მივალ, იმიტომ რომ ეს უკვე მე არ მეხება. აი ამ ხელა რაღაცეების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან მაგარია, რომ აი ყველაფერმა ახალი კიდე საზოგადოება. ნამდვილად და სამწუხაროდ ჩვენი ამ ბლოკის საერთოდ რო გვეწურება, აი მოკლედ რო შევაჯამოთ, რადგან ეს წელი სრულდება და ახალი წელი მოდის, არ ვიცი თუ რამე გაქვთ სათქმელი მაყურებლისთვის. მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა, რომ მე არ შემიძლია თუ არ ვახსენო ის მომენტი, რომ ის წამება, რომელიც განხორციელდა იმ ადამიანებზე, რომლებიც უკანონოდ დაიჭირეს, ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის წამება და წარმოუდგენელი მასშტაბის ტრავმა, მაგრამ პოზიტიურ ნოტაზე მინდა დავასრულო. ტრავმა რჩება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ საკუთარ თავზე ინტერპრეტაციას, რომ მე მომექცნენ ასე და ასე, იმიტომ რომ მაგალითად არ ვიცი მე ან ვიმსახურებდი, ან საწყალი ვარ, ან ცოდო ვარ, ან რაღაცა. თითოეული ეს ადამიანი, რომელიც იქ იდგა იმიტომ, რომ იცავდა თავისი ქვეყნის თავისუფლებას და იდგა როგორც გმირი და იცის რომ მართალია. და შესაბამისად, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს ფლეშბექი, მაშინაც კი თუ ის მიმართავს თერაპევტს ან არ მიმართავს თერაპევტს, მე მგონია რომ ამ ტრავმიდან ეს ხალხი გამოვა აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არ არის ტრავმა როგორც სუსტებზე მიყენებული. ამ განსაცდელის გადატანა, ვისაც მოუწია, გადაიტანა ყველაზე სწორი ღირებულებისთვის და ეს მინდოდა მე თითოეული ადამიანისთვის მითქვა, რომელიც აი ამ განსაცდელში დღეს არის, რომელმაც გადაიტანა და რომელიც შეიძლება ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად არის. ეს არის დროებითი, გულწრფელად, ფსიქოლოგიურადაც არ არსებობს, რომ თუ შენ გჯერა იმისი რისთვისაც იბრძოდი, რომ იქ დარჩე სამუდამოდ. და რაც მთავარია, ვერ მოახერხებენ
ყველა ინსტიტუციის დაშლას. ჩვენ ვარსებობთ, არსებობენ ამ ქვეყანაში ექიმები, ვერ დახურავენ ყველაფერს, არსებობენ ამ ქვეყანაში ფსიქოთერაპევტები, არსებობენ ამ ქვეყანაში მასწავლებლები, ლექტორები, ხელოვანები და ეს ხალხი გავაგრძელებთ ყოფნას. აუცილებლად და ძალიან დიდი მადლობა ელენე, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. აგემშვიდობებით თქვენ და რამდენიმე წუთიან სარეკლამო ჭრაზე გავალთ და დაგიბრუნდებით კიდევ ძალიან საინტერესო და საყვარელი სტუდიით, ასე რომ დარჩეთ ჩვენ. დაგიბრუნდით როგორც დაგპირდით და როგორც დაგპირდით, ჩემთვის პირადად ძალიან საყვარელი სტუმარი და მეგობარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაყურებელსაც ძალიან უყვარხარ, აგერ საეთეროში ფანებიც ყავს. დათა თავაძე არის დღევანდელი ჩვენი სტუმარი. მოგესალმები დათა, მადლობა, რომ მიუხედავად ბევრ ფრონტზე ბრძოლისა, მაინც მოახერხე და გამონახე ენერგიები. სულ დიდი სიხარულით მივდივარ თქვენთან. ხო და მოკლედ, რადგან დღეს ჩვენი გადაცემისთვის არის ბოლო ეთერი ამ წელს და 2025-ში შეგხვდებით და დარწმუნებული ვარ, კიდევ მოხვალ ჩვენ. ეკამ დესერტად შემოგვიყვება. აუცილებლად, შენ ხარ ჩვენი სულ ბოლო სტუმარი და რაღაცნაირად ესე ვცდილობთ, რომ შევაჯამოთ ეს წელი. პრინციპში ურთულესი არის შესაჯამებლად, იმიტომ რომ უამრავი რამ მოხდა, ძალიან ბევრი საშინელი ამბავი მოხდა, უდიდეს კრიზისში ვართ ახლაც და დიდად მე პირადად ყოველ შემთხვევაში კი მიხარია რაღაცნაირად ახალი წელი, იმიტომ რომ ამ სეზონს მოყვება ის რაც ეგ, თუმცა უდიდესი სევდა და ტკივილი მოყვება თან. ძალიან საინტერესო იქნება შენი გადმოსახედიდან, რომ შევაჯამო და მე სტუდენტების ამბავზეც მინდა რომ ვისაუბროთ. აუცილებლად და სხვა შორის სტუდენტების, აი და გულისხმობ ალბათ თეატრალური სტუდენტების ამ შემთხვევაში პირველ რიგში ყველაზე ასე ვთქვათ, კარგი სიმბოლოა ჩემთვის აი მთელი წლის რაღაცნაირად კაცმა, რომ თქვა იმ ყველაფრის გარდა რაც სიმბოლოების დეფიციტს ნამდვილად არ გამიცდით ჩვენ. მაგრამ მე აი აუცილებლად აი ესე რომ ფიქრობდი ამას წინათ, მაინც გამახსენდება ეს წელი როგორც ძალიან კარგი წელი. აი ურთული ახლა ესე ამ ვითარებაში ვთქვათ, როცა ამ ხელა ტკივილიც არის, ხო, მაგრამ აი როგორც ჩანს ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია ავლენს როგორც ექსტრემალურ ბოროტებას, ისე ექსტრემალურ სიკეთეს. მე მგონი აი ეს არის რამაც გადაგვარჩინა საერთოდ წელს, იმიტომ რომ ერთი მხრივ რო გვაქვს აი მართლა არნახული ძალადობის პირსისხლიანი მოქმედებების სურათები, რომლის მსგავსიც ახლა მე სულ ამბობ, მე ჩვენ თაობას, მე მგონი ესე ცოცხლად ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ გვინახავს თუ საერთოდ შეიძლება არ უნახავს ჩვენ საზოგადოებას ასეთი ტიპის სასისასტიკე, ცინიზმი, განუკითხაობა სრული პოლიციის და დაუსრულებელი, მაგრამ აი ამის ფონზე ჩვენ ხედავდით იმხელა სოლიდარობის აქტებს, იმხელა თანადგომის აქტებს, იმხელა სიკეთის გამომხატველ ჟესტებს, რომ რა ვიცი, ჩემთვის აი ხანდახან ხა ჩემი გადასახედი, რომელიც არ ვარ დაზარალებული, რა თქმა უნდა, ალბათ უსინდისობაა ამის თქმა, მაგრამ აი ამანაც გადაგვატანინა მგონია და დარწმუნებული ვარ, კი ვიცნობ ძალიან ბევრს, ვინც ძალიან მძიმედ დაშავდა ამ პერიოდში, აი მათთვისაც, მათგანაც ვიცი, რომ მომენტალურად უნდათ გამოსვლა ისევ რუსთაველზე, როგორც კი შეძლეს გამოსვლა, ეგრევე გამოვიდნენ უკან და არა მხოლოდ თავისი სამოქალაქო, ასე ვთქვათ, სულისკვეთებიდან გამომდინარე, თუმცა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამიტომ, ასევე იმიტომ, რომ აი ამ რუსთაველს, ან იმ დემონსტრაციებს, რომელიც მთელ საქართველოში აქვს მიმოფანტული დღესდღეობით, აქვს ეს რაღაცა მკურნავი ეფექტი. რაღაცნაირი თერაპიული თუ ასე ვთქვათ რეკრეაციული ეფექტიც, ხო, ჩვენ იქ მივდივართ და ეხლა წარმოიდგინეთ, ხო, როცა ჯგუფურად ძალადობენ შენზე, ხო? კი თავს გესხმის იქ შენზე ბევრად ძლიერი ამ შემთხვევაში ძალის პრივილეგიის მქონე შეიარაღებული ხალხი, დაცულები, სხვადასხვა იმითი, რა ქვია, მართლა აღჭურვილები, სხვადასხვა თავდაცვის შესაძლებლობებით და უცებ შენ ხარ მარტო ამ ყველაფრის წინაშე, ეს არის მართლა ესეთი ძალიან დიდი მარტოობის განცდა გაქვს, ხო? ასე დროს აი ეს ესეთი ამას ეთიკურ მარტოობას ეძახიან ხოლმე, თითქოს როცა შენ ვერ აგონებ საკუთარ სიმართლეს ვერავის, აი უცებ აი ამის განცდა გიჩნდება, აი ამ მარტოობის განცდა გიჩნდება, უსუსურობის განცდა, მაგრამ უცებ შემდეგ იცი რომ არ ხარ მარტო. აი ჩვენ რაც ვთავარია, მე მგონი როგორც საზოგადოებამ დავძლიეთ მარტოობა. ეს არ არის პატარა ამბავი. ჩვენ წელს დავძლიეთ მარტოობა. ეს წელი იქნება, ასე ვთქვათ, მარტოობის დაძლევის წელი. მარტოობის დაძლევის რაღაც ერთი
1-იც და იმედი მაქვს 100-იც და 1000-იც, მაგრამ ანუ თავარი არის რომ აი მართლა მოხდა ის რომ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, იმიტომ რომ სინამდვილეში ალბათ ნებისმიერი რეჟიმის უმთავრესი ამოცანა სწორედ ის არის რომ მოქალაქემ მიგრძნოს თავი მარტო და მიტოვებულად, ხო? როცა შენი ხმა არ ესმის რეჟიმს, რა თქმა უნდა, შენი როგორც მოქალაქის ხმა არ ესმის სისტემას, შენ რაც არ უნდა იყვირო, მათ ეს არ აინტერესებთ, გარშემოც თუ არავის არ აინტერესებს, აი ზუსტად მათ იწყება დანებება, ხო? და ჩვენ არ ვნებდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ხმა ისმის, რომ მოქალაქე დღეს ამ წუთას საქართველოში არის დიდი და მისი ხმა ისმის, არ არის პატარა, დამცირებული და მიტოვებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეც მქონია ხო და ნებისმიერ ჩვენგანს აი ეს საფრთხის განცდა, რომ აი ხლა შეიძლება დაგვიჭირონ, ან ახლა შეიძლება ვიღაცა სადღაც დაგხვდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ძალიან დიდ სიმამაცეს გმატებს ეს ყოველ ჩვენგანს, როცა ვიცით, რომ თუ ეს მოხდება, ჩვენ მარტო არ ვიქნებით, ხო? ისეთ საზოგადოებებში როგორც მაგალითად რუსეთია, სადაც დარწმუნებული ვარ ესეთი განცდა არ აქვთ, განცდა აქვთ, რომ როგორც კი რამე მოუვათ გაქრება მათ გარშემო ყველა შეშინებული დაიმალება ან რაღაცა მსგავსი, არათავისუფალ საზოგადოებას ახასიათებს ეს, ხო? აი ამის განცდა დავძლიათ, ჩვენ თავისუფლები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ. სინამდვილეში თავისუფლება აქედან იწყება, ხო? ჩვენ თავისუფლები ვართ, იმიტომ რომ სოლიდარულები ვართ ერთმანეთის მიმართ და არ გვეშინია სოლიდარულობა. რაღაც პასუხისმგებლობაც არის თავისუფლება ხადია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ერთმანეთს ყოვლისა და რაც თავი სხვის თავისუფლებაზე. ხო, ანუ აი ეხლა ჩვენ როგორც თეატრის ხალხმა ეს ძალიან კარგად ვიცით, რომ მეს თამაშობს სხვა სცენაზე, ხო? ამიტომ ესეთი რამეა საზოგადოებაც, ხო? მე რო თავისუფალი ვიყო, შენ უნდა უზრუნველყო, შენ უნდა მიმიღო, ასე ვთქვათ. შენი პასუხისმგებლობაა ჩემი თავისუფლება და ჩემი პასუხისმგებლობაა შენი თავისუფლება. და ამავე დროს თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ძალა, რომელიც გაძლევს მე ვთქვათ, აი ყოფაში გაძლებას და თუნდაც აქციაზე მისვლას და დილამდე, ისე ვიღებ იქიდან, სადაც მე უნდა მიხვიდე და დადგე. ანუ რეალურად ეხა ის აქციები იქნება ეს ხორუმი თუ სხვა პერფორმანსი თუ უბრალოდ ერთმანეთთან საუბარი გადააზრება ამ სიტუაციის, გახსენება საქართველოს ისტორიის, გახსენება სხვადასხვა მწერლების, აი ერთ-ერთმა თქვა, არ მახსოვს ვინ Facebook-ზე ლაივი შემხვდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილზე მელაპარაკება უკაცო ეს ხალხი რაზე მეუნებითო, ვინ ახალგაზრდები, სატანისტები თუ რაღაცა. შაიშმელაშვილმა ინტერვიუს დროს, რომ მივდივარ და მიხეილ ჯავახიშვილის ციტატებით მელაპარაკებიან ახალგაზრდებიო. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ტრადიცია გამოგვეტაცებინა კონფორმიზმის ხელებიდან. და ეს ექსკლუზივი, რომელიც აღებული აქვს ხალხისკენ დაბრუნებული. რა თქმა უნდა, ანუ სინამდვილეში აი კონფორმისტული ხელებიდან ხელებს გამოვგლიჯეთ ტრადიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტრადიცია ამოქმედდა, ასე ვთქვათ, ის გაცოცხლდა და რაც თავარია, ჩვენ თვითონ გაგვიჩნდა ეს რაღაცა მყარი ზურგი. აი ამის გამო. პირველად ცხოვრებაში ნამდვილად განცდა გვაქვს, ან ესეთ მომენტებში გვაქვს ამის განცდა, აი წარსული საჩრდილებს ვიხმობთ ხოლმე დასახმარებლად ხანდახან ესეთ დროს. და ისინი სან თვითონ მოდიან, ან ჩვენ ვიხმობთ, არ ვიცი, მაგრამ აი თავისთავად ჩნდება, როცა იცით რა არის, რა თქმა უნდა, ეხა პათეტიკურ მომენტში ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი, ხო? ოღონდ პათეტიკური მომენტის გულწრფელობა არის საუკეთესო მომენტი სინამდვილეში, ხო? არაფერი ამაში სასაცილო არ არის. ძალიან ბევრ კონტექსტში სხვანაირად შეიძლება რაღაც ჯესტები გამოჩნდეს, მაგრამ იმდენად ექსტრემალურ მომენტში მართლა როცა, რა ვიცი მე ხა, დიდი განსხვავება დაუშვათ ევროპაში მაგალითად საკმაოდ დიდი სიფრთხილით უყურებდნენ განსაკუთრებით გერმანიაში, რომელსაც მე ყველაზე მეტად მაქვს სიახლოვე სინამდვილეში პროფესიული მხრივ, ახლა გერმანიის დროშით რომ გამოხვიდე ქუჩაში, ცოტა სკეპსისით შეიძლება შემოგხედან რაღაც გარკვეულ ნაციონალიზმში დაგადანაშაულონ ან რაღაც ნუ დაფრთხენ მოკლედ, მაგრამ როცა გართმევენ დროშას, ეს ცოტა სხვა სიტუაციაა, ანუ არ არის ეს პათეტიკური, ეს არ არის უადგილო ჟესტი. ჩვენ ვიცავთ რაღაცას, რაც გამოხატავს ჩვენს იდენტობას დღეს. დროშით ქუჩაში სიარული უკვე საფრთხე გახდა. საქართველოს დროშა გახდა, ის გამო შეიძლება დაგიჭიროს. ეს ვისაც უსამშობლოებს ეძახის ეს კრიმინალური სინდიკატი არის ის ახალგაზრდები არიან, ვინც გელაპარაკებიან იმას, რომ უნდა დავიცვათ გელათი, უნდა დავიცვათ ჩვენი ასე ვთქვათ წინააღმდეგობის ისტორია, უნდა ამაზე საუბარი ხდება დღესდღეობით, რა თქმა უნდა იმასთან ერთად, როცა მართლა მომავლიდანაც ვიღებთ, ხო, რაღაცა სიმბოლოებს და ნიშნებს, როგორი გვინდა
გვინდა იყოს ეს ქვეყანა, როგორი გვინდა რომ იყოს ჩვენი საზოგადოება და რა არის ჩვენი მომავალი, ხო? და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე მინდა კიდე დავამატო, რელიგიური ასპექტი. ანუ რატო აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ არიან ისეთი სასულიერო პირებიც, რომლებიც ამას დიდი ხანია და დიდი ბევრი წლებია ხვდებოდით, რომ კორუმპირებულები. მე არ მაქვს საუბარი, ეხლა თქვა სასულიერო პირზე, რომელთანაც რაიმე რაღაცა თეოლოგიურ კამათზე არ ვსაუბრობ, ხო? აქ საუბარი არის სასულიერო პირზე, მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, აი დათო თუთაშხიაში არის ძალიან კაი პერსონა, კაშკა ქვია, რომელიც სეკას თამაშობს და თქვა ეს ანაფორა, ასე თქვა რაღაცა იმუნიტეტი, რომელიც მას ისევ, მაგრამ რეალურად კრიმინალური აზროვნების. ამიტომ არის იქ პრობლემა. ამას მე მომწონს ძალიან დიდი გულისწყვილით, იმიტომ რომ უამრავ მონასტერში ვარ ნამყოფი და ვიცნობ სასულიერო პირებს, ჩემი მეგობრები არიან, მათ შორის სემინარიაში ვისწავლობენ და ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ვინც მართლა აი ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, აი ძალიან პატარა მაგალითი, მე არ ვიტყვი იმ სასულიერო პირს, მაგრამ იცის ბევრმა, იმიტომ რომ ლაივებიც უკეთებია და იქიდანაც უსაუბრია და ბევრ გადაცემაში და პოდკასტშიც მიწვეულ. ამ ადამიანმა გააკეთა ესეთი რამე, რომ ტრანსგენდერი, რომელსაც ჰქონდა სასიკვდილო დაავადება და უნდა მომკვდარიყო დაახლოებით რაღაც ერთი თვე გაქონა დარჩენილი, მან მოინდომა რომ რაღაცა უფრო რაღაცა ღმერთისკენ გადაიხარა, ასე ვთქვათ, ხო? და რაღაცნაირად მასთან საუბრებმა, აი მამაოსთან საუბრებმა, რაღაცა მიიყვანა იქამდე გადააზრებამდე და ღმერთამდე. ამავე დროს მას ჰყავდა სულიერი შვილი, რომელიც მისი მარჯვენა ყოველთვის მის გვერდით, ძალიან მაგარი ადამიანი, ის უნიჭიერესი ადამიანი ყოველ შემთხვევაში. ძიმე, მაგრამ ძალიან ნიჭიერი. და რა გააკეთა ამ ადამიანმა? ამ ადამიანმა გააკეთა ის, რომ თავის სულიერ შვილს მოანათლინა ეს ტრანსგენდერი ქალი და ორი პოლუსი, ხო, თუ აქ პოლარიზაციაზე გვაქვს საუბარი, აი როგორ შეიძლება ყველაფერი გადალახო. ერთი კონსერვატორი ადამიანი, რომელიც შეიძლება ბევრ რაღაცას უტა რადიკალურადაც უყურებდა და ადამიანი, რომლისთვისაც მანამდე ასეთი ადამიანები იყო, სრული მიუღებლობა. და ეს ორი ადამიანი ისეთი კავშირებით მოახერხა, არა მხოლოდ რიტუალური თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისითაც იმხელა ჯაჭვი შექმნა მათ შორის, რომ არ შეიძლება ამისი არ აღფრთოვანდე და ის სასულიერო პირებიც, რომლებიც ქადაგებენ და ჩვენ ნახეთ რამოდენიმე იმას ქადაგება, ისეთი ზუსტია. ისინი ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგანან, მაგრამ მათი რწმენა ეხმარება მათ იმაში, რომ სიმართლე ელაპარაკონ და ეს რატოა მნიშვნელოვანი, რომ თუ განიცდიან იმას, რომ ახალგაზრდები თითქოს რაღაცა რელიგიასთან ეს თქვათ სამყაროში ეგრეა, ხო თქვათ, რომ ნაკლებად თქვათ რაღაცა აქვთ კონკრეტულად შეხება და ასე შემდეგ. ეხლა უკვე ესეთი სასულიერო პირები როცა გამოჩნდნენ, რეალურად ქრისტიანობაც ამ კუთხით უბრუნდება იმ საწყისებს. შეიძლება მცირეა ეს ხალხი, მაგრამ ამ ხალხის გამოჩენა არ მგონია რომ ადამიანებში რა არის ქრისტიანობა მართლა და რაიმე ძალა მათ შორის სახელისუფლებო მართლობითი იქნება ეს თუ არ ვიცი მე ნებისმიერი რა ვიცი მე საუნივერსიტეტო აიღე რექტორი აიღე არ ვიცი მე ხო რომელსაც წინსწრებად ხელს კრავს ხალხი ხალხი არ კრავს ხელს არავის სინამდვილეში, ხო? ხალხის მიმღებლობა უნდა შეეძლოს მაგალითად ეკლესიას, სხვადასხვანაირი ხალხის და სხვადასხვანაირი ხალხის და სხვადასხვანაირი აზრის მიღება უნდა შეეძლოს იმ ხელისუფლებას, რომელიც ეყოლება ამ ქვეყანას მომავალში, ხო? იმიტომ რომ ამჟამინდელს არ შეუძლია. ეს არის პრობლემა. ანუ სინამდვილეში ახლა როცა პრივილეგირებულ პოზიციაში იმყოფები, ხო? შენ გაქვს ეს თმენის ვალდებულება, მოსმენის ვალდებულება. ამიტომ არავინ არ მგონია რომ ესე თავისთავად ხელს კრავდა თვითონ ინსტიტუციამ კრა ხალხს ხელი და აქედან გამომდინარე მე არ უნდა გაუკვირდეს ის რომ ხალხი აღარ იყურება იმედის თვალით რაღაცა მიმართულებით ხო ეხლა რანაირად შეიძლება ქართულ ოცნებას იმედის თვალით შევხედო მაგალითად მე ეხლა არ უნდა გაუკვირდეს ეს იმედი მაქვს არავის ქართულ ოცნებაში თუ მათი იმედი არ მაქვს ხო ამ წუთას ხო მაგრამ რატო იმიტომ რომ თვითონ კრეს ხელი ჩვენ არ გვითქვამს რომ გთხოვთ გადაიქეცით რუსეთუმე რეჟიმად ეს არ გვითქვამს არის ხო ეს საზოგადოების დაკვეთა, ხო? მათ კრეს ხელი საზოგადოების დაკვეთას, საზოგადოების სურვილს და წაიყვანეს სრულიად სხვა მიმართულებაში. იქნება ეს პოლიციაც ასევე, ხო? აი მაგალითად ჩემი ერთი ძვირფასი მეგობრის ვიდეო გავრცელდა ამას წინათ, როგორ ელაპარაკება პოლიციელს და ეს არის ძალიან საინტერესო დიალოგი, მაგალითად, აი როგორ ელაპარაკება მოქალაქე პოლიციელს და ნამდვილი კამათი აქვს, ნამდვილი დისკუსია პოლიციის ფუნქციაზე და პოლიციის რაობაზე, საერთოდ საზოგადოებრივ სამსახურში ყოფნაზე და ძალიან საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს, ისიც თმობს რაღაცას ესეც თანხდებიან რაღაც მომენტში, ხო? მაგრამ აი ბევრ რამეზე თანხდებით ჩვენ რუსთაველზე ეს შეთანხმება ხდება ძალიან საინტერესო და რაც თორეა იმის წარმოდგენა ამდენი ხალხი ახერხებს ამას ეს ძალიან იმედის მომცემი რაღაცაა მაგრამ ჩვენ ასევე არ შეიძლება რომ ვთქვათ აი ამ
ასე ვთქვათ, ჩვენმა სურვილმა, რომ ყველაფერი, ჩვენმა ოპტიმიზმმა, ხო? ანუ არის მომენტები, როცა ჩვენ რა თქმა უნდა მომავალში ვიყურებით, მაგრამ მომავალში ყურება ძალიან ასე ვთქვათ ჯიუტად. ისეთივე სახიფათო შეიძლება იყოს, როგორც წარსულში ყურება. რო დღევანდელი დღე შეიძლება დავინახოთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში. აი როგორ გითხრათ, ნებისმიერ ბრძოლაში არ არსებობს აწყო და მომავალი, არსებობს ახლა, უნდა დაიცვა თავი ახლა, უნდა უპასუხო ახლა, უნდა რეაგირო ამ წუთას და არ არსებობს ესე ვთქვათ, ხა ძალიან როგორც არ უნდა მინდოდეს ფეხბურთი, რომ 3-0 დავამთავრო, როცა ვთამაშობ, ამ წუთას უნდა ვითამაშო. ეს ხო არ შეიძლება რაღაც ანგარიშზე ვფიქრობ და წინასწარ და აი რაღაც ახლა ხარ. ამიტომ ჩვენ ახლა ვართ და ახლა უნდა ვიყოთ და იმიტომ რომ მომავალი როგორც ნათელია, ისე ძალიან ბუნდოვანიც შეიძლება იყოს და დამაბნეველიც და საკმაოდ საშიშია. და ნუ ხვალინდელი დღე განისაზღვრება დღეს გადადგმული ნაბიჯების. ეხლა დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენგანს გქონიათ აი ეს შეკითხვები დაუსვა, აი როგორ უნდა მოხდეს ეს, ვინ უნდა გააკეთოს ეს. აი მომენტალურად ესე ვთქვათ იწყება გარკვეული ისა, ხო, ყანყალი რაღაც დროს. მოვა ეს ხალხიც, ვინც გააკეთებს და იქნება ეს ხალხი, ვისაც გამოავლენს ისტორია ამ საქმის ხელში ასაღებად, მაგრამ ჩვენ ახლა და აქ ვართ და ახლა და აქ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ წინააღმდეგობის მომენტში ვართ. რა თქმა უნდა, ამ დროს აუცილებლად, როცა წინააღმდეგობის მომენტში ვართ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ არ შესრულებულა მაგალითად არც ერთი მოთხოვნა. ისე გავიდა ეს მთელი ძალიან მძიმე მე ვიძახი რომ ეს არის ერთი თვე არის ერთი ღამის კოშმარი მართლა სინამდვილეში მიუხედავად იმ ყველაფერი დადებითისა რაც ასევე არსებობს ეს დადებითი გამოიწვია ამ აღშფოთებულმა მდგომარეობამ ხო ეს არის უმძიმესი თვე სინამდვილეში რომელიც კიდევ არ ვიცით რამხელა გადააზრება ჭირდება და არ დაშლილა არავინ და არ დაშლილა არავინ მიუხედავად ამისა ძალიან ჯიუტი ღირსეული ბრძოლის მომენტია მაგრამ ანუ ასევე ჩვენ არ შეიძლება რომ ასე ვთქვათ, არ მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ ჯერჯერობით არც ერთი ჩვენი თანამებრძოლი არ არის თავისუფლებაში, შესაბამისად მე არ ვთვლი თავს თავისუფლად დღესდღეობით, იმიტომ რომ მე არ ვარ თავისუფალი თუ ერთი უკანონოდ დაკავებული არსებებს, ჩვენ ვერ ვიქნებით ნამდვილად თავისუფლები, ვერ დავარქმევთ ჩვენ თავს თავისუფლად. მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ის ძირითადი მოთხოვნა, რაც გვაქვს, რომ დაინიშნოს სასწრაფოდ ახალი არჩევნები, ხო? ანუ აი და ეს რასაკვირველია ჯერჯერობით არ შესრულებულა და ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება თითქოს რომ სიტყვა ბანზე გადაგვიგდოს. ამიტომ ჩვენ შევდივართ სინამდვილეში ბრძოლის კიდევ ერთ ეტაპზე, გადავდივართ ახალ ეტაპზე, ახალი ძალებით სინამდვილეში, სადაც ჩვენ უკვე ვისწავლეთ ვინ ვართ, როგორები ვართ და რა გვინდა ერთმანეთისგან, როგორი ბრძოლა წარმოგვიდგენია და მე ძალიან დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ ამ მთელ პროცესს ისევ და ისევ არ ვიცი მე შეგრძნებით იგრძნობს ეს ხალხი და მიხვდება როგორ უნდა წარმართოს, იმიტომ რომ აქამდე არ შემცდარა ეს კოლექტიური გონი და კოლექტიური გონი, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მიიყვანს ამ ბრძოლას ბოლომდე, ზუსტად მიხვდება რა დროს რა უნდა გააკეთოს, ისევე როგორც აქამდე მიხვდა და ყოველთვის სწორი იყო, ისევე როგორც ყველა ნაბიჯში ყოველთვის არასწორი იყო ხელისუფლება, სინამდვილეში ან ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ეს de facto რაღაცა გამოგონილი ვითარება. ამიტომ ყოველთვის ცდებოდა ეს ხელისუფლება, ხო, ჩვენთან, ანუ უფრო და უფრო ჩაეფლო, რაც მეტი იფართხალა, უფრო გაისვარა თავისივე მოწყობილ ტალახში და ტყლაპოში და ამასობაში მორალურად ყოველდღიურად იმარჯვებს ეს ხალხი და უფრო ძლიერდება. ეს არის ჩვენი დღევანდელი, ასე ვთქვათ, აი ახალი წლის მომენტი, იწყება იმით, რომ ჩვენ ვიბრძვით ისევ ახალი საქართველოსთვის და რაც მთავარია, ჩვენი მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრი და ჯიუტი გახდება, მით უმეტეს დღევანდელი დღე კიდევ ერთი მარცხის და მართლა სამარსაცოდავი ფაფხურის დღე იყო, როცა ურეკავდნენ ჩვენს მეგობრებს, ძალიან ბევრ ნაცნობ ადამიანს იბარებდნენ იქ, რაღაცა გედო ჩანთაში ეუბნებოდნენ იქ, რაღაცა გქონდა, რაღაც გეჭირა, რომ მოგონილი რაღაცა, ჩვენი მართლა უახლოესი მეგობარს ერთ-ერთს ეხება ეს საკითხი, რომ თან არის არ გაუჩხრეკია და საიდან ჩანთაში რა ედო? ხო, არა, ანავე და ასევე პატაციგოლი ემთქვა რომ უპირებენ ინფორმაცია მიუვიდა რომ ძალიან ბევრ ადამიანს და ანუ ეს როდის ხდება თან რა თავარია გუშინ ეს რაღაცა ცუდი პერფორმანსი ქონდათ, რასაც თვითონ ინაუგურაციას არქმევენ და დღეს უკვე პირველივე ასე ვთქვათ ბრძანება რაც ქონდა ჩვენს ვითომ პრეზიდენტს იყო ეს რა თქმა უნდა რომ მოდი მოვაწერა ხელი აბსოლუტურად რეპრესიულ დრაკონულ კანონებს და ეს რა თქმა უნდა რა უნდა ქნან გუშინდელი მარცხია ეს წარუმატებლობა რომელიც ჩვენ ვნახეთ პერფორმანსი რაღაც უაზრო უნდა
დაფარონ, ეხლა რა თქმა უნდა, უარესი რაღაცა საქციელით და ასე უნდა ვიცხოვროთ ეთყობა მათ ბოლომდე და არა, მაგრამ მაინც მე მგონია რომ ეს ასე არ გამოვა, იმიტომ რომ არა, რასაკვირველი არ გამოვა. საახალწლო შენ რას ველოდები, ანუ ახალი წლის პერიოდში. მე არაფერს არ ველოდები, მე ძალიან მინდა რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ამ თემას აუცილებლად მოდი ამ თემაზე. იმიტომ რომ ჩემთვის პირადად მე ისეთი ამაყი ვარ ჩემი მეგობრების და მე გამიმართლა რომ ამ უნიჭიერეს და უკარგეს და უსაინტერესო ეს ადამიანებს ვიცნობ ძალიან კარგად და რაღაცნაირად პირველად გამიჩნდა განცდა რომ სულ ვიძახი რომ გამოვიდე და ვხედავ იქ შიგნით რაც ხდება რომ პირველად არის ნამდვილი სიცოცხლე და პირველად ამ უნივერსიტეტში იგრძნობა სტუდენტი და ახალგაზრდა ადამიანი მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან კარგი დროც მიტარებია სტუდენტობისას მანდაც ერთმანეთის გადარჩენაზე ვიყავით როგორც სტუდენტი. კი, ყოველთვის, მაგრამ ეხა რაღაც თითქოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იბადება და ეს ჩემთვის ისეთი ძვირფასი და ისეთი გულის ამაჩუყებელია. და რაც თავარია, ანუ აი უბრალოდ რომ მაყურებელმაც რო იცოდეს რა ხდება, პრინციპში სტუდენტები მოითხოვდნენ უნივერსიტეტის რექტორიდან, აკადემიური საბჭოსგან რაღაც პოზიციის გამოხატვას, მოკლედ რაღაც კი არა, პოზიციის გამოხატვას სინამდვილეში იმ პროცესებზე, რომელიც მართლა თეატრალურის, ვიცი მე, ძირში ხდება, ხო, ყველაფერი კართან ხდება, მართლა ეს ყველაფერი რაც ნახეთ და რაც მოხდა, ხო? და ითხოვდნენ ძალიან კაფეო პოზიციას, სინამდვილეში ითხოვდნენ რექტორთან თანამშრომლობას, ითხოვდნენ რომ მათთან ერთად ეპოვა მათ შორის ენა, რომლითაც გამოხატავდა ამ პოზიციას. ასე შემდეგ, მან არ მოისურვა არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი, მან პრაქტიკულად ძალიან დიდი ხანი თავი აირიდა პოზიციის დაფიქსირებისგან. არა, ხო, და მე როცა დააფიქსირა ეს პოზიცია უნივერსიტეტმა, რა თქმა უნდა, ეს იყო აი მართლა მაგას ჯობდა არ დაეფიქსირებინათ ისეთი რაღაცები დაწერეს, ის უფრო პოზიცია იქნებოდა და რაღაცა მართლა უფრო დიდი დანაშაული იყო ამ სახით ფიქსირება ამ პოზიციის, ვიდრე საერთოდ არაფრის თქმა და რა თქმა უნდა ამან გამოიწვია გულწრფელი აღშფოთება სტუდენტებში, მათ გადაწყვიტეს რომ დარჩნენ ფოიეში, იმიტომ რომ სხვაგან არ შეუშვეს. იქ არ არის გათბობა, უბრალოდ რო იცოდეთ, არის ქვისი ატაკი და პრაქტიკულად ესეთი მუდმივი ქარია, იმ ვთქვათ კიბის გამო ასე შემდეგ, საკმაოდ ცივა და ანუ თავის რაღაცა ესეთ არ არის ეს კარგი პირობები ნამდვილად იქ დასაძინებლად, მაგრამ ამას ვინჩივის უბრალოდ რამდენიმე დღის წინ, როცა უნდათ საჭმლის შეტანა, უთხრეს რომ აღარ გამოვა ამ კარის გამოყენება, იმიტომ რომ გადმოკიდეს ბანერები. გადმოკიდეს ბანერები იმ ორი ცნობილი მოთხოვნით, რომელიც ამ პროტესტს აქვს. აი ეს ბანერები როცა გადმოკიდეს, აი მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ის როგორც დღეს გამოიყურებოდა ეს და გამოიყურება უნივერსიტეტის ფასადი, არის ის როგორც უნდა გამოიყურებოდეს ნებისმიერი სასწავლებლის და ნებისმიერი ინსტიტუტის ფასადი დღესდღეობით საქართველოში თუ კი რამე სინდისის მსგავსი ან ნამუსის მსგავსი შერჩენიათ, ხო? ანუ პრაქტიკულად ის რომ რექტორმა არის თანამშრომლა სტუდენტებმა გადაწყვიტეს რომ უნივერსიტეტი რომელიც ეკუთვნით მათ დააყენონ იმ ხარეს, რომელზეც უნდათ მათ რომ იდგეს მათივე უნივერსიტეტი. ეს არის სტუდენტების ყველა სტუდენტის საქმე. ანუ უნივერსიტეტი ეკუთვნით სტუდენტებს, რექტორი აუცილებლად უნდა უსმენდეს სტუდენტებს და მხოლოდ სტუდენტებს და მეც არავის უკეთეს შემთხვევაში და უნდა ემსახურებოდეს და ახდენდეს იმის ფასილიტაციას, რაც უნდათ სტუდენტებს. არ მოხდა ეს შეთანხმება, გადაწყვიტა რომ არის თანამშრომლობს მათთან რექტორმა, სტუდენტებმა აიღეს უნივერსიტეტი თავის ხელში და მოატრიალეს ზნეობრივ მხარეს, დააყენეს თეატრალური უნივერსიტეტი ისტორიის სწორ მხარეს, ამის პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვის და მართლა დღეს როცა ვუყურებთ უნივერსიტეტს, აი ესე უნდა გამოიყურებოდეს სახელოვნებო სასწავლებელი განსაკუთრებით სახელოვნებო სასწავლებელი ნამდვილად და იქ დგანან ასევე იქ დგავართ ჩვენ, იქ დგას ხალხი, რომელმაც დაამთავრა ეს უნივერსიტეტი, ძალიან ცნობილი მსახიობები ყველასთვის, მაგრამ ანუ ასევე აი მართლა დღეს მქონდა ეს განცდა სიმართლე რო ვთქვა, რომ აი იქ ასევე რაღაც აი ჩვენ სტუდენტობასაც ვაპროტესტებთ, ხო? აი განცდა მქონდა, რომ აი ეხა მარტო ამათ ხარდასაჭერად კი არ, აი რაღაცა არის, ხო? რაღაც ისტორიული
უსამართლობის განცდა გვაქვს ყველას, ვისაც თეატრალური უნივერსიტეტი დაგვიმთავრებია, სადაც აი მართლა რაღაც ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ იმიტომ რომ ჩვენ იმ სივრცეში უდიდესი იმედით შევდიოდით, მართლა ძალიან მოწყვლადები, ძალიან ახალგაზრდები, ჯერ მართლა ბავშვები, ეხლა ცოტა უფრო დიდები შედიან, ჩვენ მართლა მე-16-ის ვიყავი იქ, რომ ჩავაბარე. ამიტომ აი ეს შეგრძნება ხო, რომ აი მართლა იმედებით სავსეები ვიყავით და უცებ პირველი შეხება იწყებოდა რაღაცნაირ უსიყვარულობასთან სინამდვილეში. რა თქმა უნდა არ გულისხმობ, რომ რასაკვირველია იყვნენ ინდივიდუალურად პედაგოგები, რომლებზე უკეთესი არავინ არ შემხვედრია სამყაროში. ამაზე ინდივიდუალურ შემთხვევებზე რა თქმა უნდა არ გვაქვს ლაპარაკი, სისტემურზე გვაქვს ლაპარაკი. ეს აუცილებელია, რომ გაითვალისწინოს ყველამ, რომ დამცირების და დამორჩილების, ასე ვთქვათ, მეთოდები, რომელიც მართლა რაღაცა რუსული საბჭოთა განათლების სისტემის გადმონაშთები, რომლებიც იქ ჯერ კიდე დარჩა სისტემურად და ვერაფრით ვერ აღმოიფხრა იქიდან მართლა ეს არის რასაც ესენი ეწინააღმდეგებიან, იმიტომ რომ ვერ ხვდება ეს თაობა განსაკუთრებით, რატომ არ უნდა იჯდეს მათ გვერდზე დღეს მათი პედაგოგი. ვერ ხვდებიან რატომ არ უნდა ეჯდეთ გვერდზე რექტორი. ეს ავტორიტეტებია, ეს რაღაცა კაბინეტი. ავტორიტეტები თან არაფერზე დამყარებული ავტორიტეტები. რაღაცა ეს კაბინეტი და ესენი არაინტერესებს ამ ხალხს, იმიტომ რომ ხედავენ როგორი სისტემა არის მაგალითად დასავლურ სასწავლებლებში, სადაც მე მაგალითად არაერთხელ სხვადასხვაში წლების მანძილზე მეცადინებდი იქ ხალხს. ეს საერთოდ არა კაბინეტი რექტორს. ეს არის სრულიად დემოკრატიული სივრცეები, რაღაცა კაფეტერიაში მუშაობს ოფისი და რა ვიცი, სიჩუმე თუ უნდა ბიბლიოთეკაში ადიან. ანუ ეს იმდენად გადახლართულია პედაგოგის და სტუდენტის ურთიერთობის სივრცეები და არანაირი სამასწავლებლოები და რაღაცა იზოლირებული ტუალეტები იქ არსებობს პედაგოგებისთვის. არ არის ეს რაღაცა დაასრულეთ ეს რაღაცა ზემოდან ყურება ამ სტუდენტების და თითქოს რაღაცა თუ რაღაცა იცი ეგ ისედაც გამოჩნდება და მაგით ავტორიტეტს ვერ შეიძინე. არა და თან ვისთვის არსებობენ ლექტორები, მასწავლებლები და უნივერსიტეტის რექტორები. ანუ ხვალ შეიძლება ეს ხალხი ერთად იდგეს სცენაზე ბოლოს და ბოლოს ახლა მათი მასწავლებლები და ესენი რანაირად იქცევა ეს ხალხი. და ამ დროს უნივერსიტეტი რომლის პედაგოგს აქვს აი ფიზიკურად ერთ-ერთი უმძიმესი დაზარალებული ვინც ყავს, აი ვთქვათ, არის თეატრალურის ერთ-ერთი პედაგოგი, ახალგაზრდა შესანიშნავი მასწავლებელი, რომელიც აი გუშინ წინ იქ რო ვიდექი, მართლა ძლივს დადის და მოვიდა მაინც იყო სტუდენტების გვერდზე. ეხლა აი ამას რო უყურებ, შენი პედაგოგი რო, შენი თანამშრომელი რო დგას იქ. ის პედაგოგები, ვინც მართლა იზიარებენ სტუდენტების სულისკვეთებას და მართლა აძლიერებენ ამ წუთას სტუდენტებს, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადაუხადო. ეს ხო მართლა შეუძლება, აი მე გუშინ დავწერე კიდევაც ამაზე, რომ აი რო ვნახე ეს რომ შევიდნენ ბოლოს და ბოლოს სტუდენტები, აი შევიდნენ მართლა და შეუშვეს თუ შევიდნენ, არ ვიცი როგორ მოხდა ეს ზუსტად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გაივსო სტუდენტები, გაირღვა ეს რაღაცა, გაიღო ეს კარი ბოლოს და ბოლოს. აი მანდ რო ეხუტებოდნენ ერთმანეთს და მართლა ტიროდნენ, იმიტომ რომ 3 დღე არ გამოდიოდნენ იქიდან, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ შანტაჟის გზით იყვნენ დატყვევებულები, იმიტომ რომ ეუბნებოდნენ რა წამს გამოხვალ, აქ ვეღარ დაბრუნდები. ხო და თან რაღაც ეუბნებოდნენ, და როგორ გამოვიდეს, ხო? როტაცია 8-ზე და რამე გაათენეს იქ ბავშვებმა უცვლელად, აი ვერ შეცვალეს და აი გუშინ ბოლოს და ბოლოს შევიდნენ. როცა ეხუტებოდნენ ერთმანეთს, აი ეს კადრები როცა ვნახე ამათი შეხვედრის, მე მივხვდი, რომ ესენი დღეს უფრო მეც სწავლობენ, აი ამ წუთას ბევრად უფრო მეც სწავლობენ, კონკრეტულად ეხლა ჩვენი სფეროდან შემიძლია გითხრათ თეატრის შესახებ, ამ წამს ეს ხალხი და ხელოვნების შესახებ ბევრად უფრო მეც სწავლობს, ვიდრე ნებისმიერი ლექციის და ნებისმიერი ის ასწავლი და რა ქვია, არ ვიცი მე კურსი. ეს არის აი ნამდვილად და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს თაობა როცა მოვა თეატრში, არაფერი იმის მსგავს არ გააკეთებს, რასაც დღეს თუნდაც ჩვენ ვაკეთებ და ეს იქნება აბსოლუტური განახლებული მგრძნობელობის ხელოვნება და თეატრი, რომელსაც აქვს შეგრძნება აი ამ სამოქალაქო ერთიანობის, ერთობის და ზრუნვის ერთმანეთზე. იმ ყველაფრის, რისთვისაც, ნუ კონკრეტულად ჩვენ უახლოესი
15-16 წელია ნამდვილად ვიბრძვით ამ ჩვენ სფეროში და ძლივს ვხედავთ იმას, რომ ესეც რაღაცნაირად ირღვევა და თეატრიც იქ დგას და ესეც უნივერსიტეტის ბრალი მგონია, რომ ეხლა იპოვა თეატრმა ერთმანეთი და არ ვიცი მე 35 წლის წინ და იმიტომ რომ აი ეს განცდა იმისი, რომ რაღაცა პოზიცია ეს რაღაცნაირად სამოქალაქო პასუხისმგებლობა სკოლის სასწავლო საგანია, ასე ვთქვათ, ხო? ეს არ არის რაღაცა, რაც შეიძლება ვერაცნობიერებდე შენს როლს და მნიშვნელობას, ხო? ესეც არის რაღაცა, როცა მსახიობი უნდა გრძნობდეს გარკვეულ პასუხისმგებლიან, ასე ვთქვათ, მოქალაქედ თავს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველ ღამე უამრავი ადამიანი უსმენს მას. ყოველ საღამოს უამრავი ადამიანი უსმენს მას და მას აქვს ეს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, რომ რაღაც ისეთი დაუბრუნოს მათ, რასაც ხვაგან არავინ არ ყვება და არ ლაპარაკობს, რასაც დევნის პროპაგანდა ისთქვა სცენიდან, რომ ხალხს კონდეს განცდა, რომ მისი ხმა ისმის ამ საზოგადოებაში და კიდე ერთხელ უბრუნდები იმას, რითიც დავიწყეთ, რომ მარტო არაა. აი ეს არის ხელოვნების ფუნქციაც სინამდვილეში, რომ აი კულტურის ფუნქციაა ეს, რომ მარტოობა დააძლევინოს მოქალაქეს, გააძლიეროს და შესაბამისად შიში დააძლევინოს, ანუ გაათავისუფლოს. აი ეს არის და ამ საზოგადოების ბატონო, ეგ ბიძგი უნდა მოდიდეს და ამის იმედი მაქვს ახალ წელს, რომ ჩვენ მივაღწევთ ბოლოს და ბოლოს ამ მომენტს, როცა ვიზეიმებთ. აი ახლა ახალი წელი ახსენე. მე ინტო კითხე ახალ წელზე, რომ ხელისუფლებას ქონა დიდი მოლოდინების, შიდა ლაპარაკებით, რაც ესე გამიგია და ისედაც, რომ ქართული საქართველოში ახალი წლები დაუსრულებელია, რომ ესე იგი ამიდან, ნუ მართლა ეგრეა, მართლა დაუსრულებელია, გან არა მისიგონებენ, მაგრამ იმის იმედი, რომ რაღაცნაირად აი კეიფში და საცივში და ხალხიც აწვება და არ მოხდება. არა. ანუ გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ვიღაცა შეიძლება საცივილ შეჭამოს, ღვინოს დალიოს, კაცო, მაგაზე არ არის საუბარი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც აი ეხლა რა სიტუაციაც არის, ამასაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა 2 კვირის წინაც, რო გეკითხა მათთვის, იტყოდნენ დაიღლებიან, დაიშლებიან. ვითომ ეს პირდაპირ გამოაცხადა, თვითონ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ დავღლი, ეს ყოველთვის თვითონ დაიღალა ამასობაში. ხო, და აქედან გამომდინარე, არც ეხლა მგონია, ასე რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩავაბარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, საახალწლო პერიოდია და არაფერი არ ეთყობა იმას, რომ ვინმე ბრძოლის გაგრძელებას არ აპირებს და როცა ვითომეტეს იცი და იქ ჩვენ საუბრობდით ქალებზე, ეთო გუგავა მარტო იმის გამო, რომ გადაუღო ვიღაცებს ვიდეო, რომ უსმენდნენ იქ რაღაცა რუსულ სიმღერებს, მაგის გამო ადამიანს აფურთხეს, იქ გალახეს ხალხი, ფიზიკური დაპირისპირებაც იყო და ხო, ანუ შენ თქვი წინაზე რომ იყავ ჩვენთან სტუმრად, მე მგონი ეთერში არ იყო, მაგრამ რომ გავდიოდით ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ეგეთი ფრაზა თქვი, რომ არ უნდა მოხდეს გულწრფელი ემოციების ფალსიფიცირება. ხო. და ჩვენ დღეს ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაფრის ფალსიფიცირება მიდის და ყველაფრის გაყალბება. ტრადიცია, აი ცნობილი პოსტი რო ედო ვიღაცას რომ ღირსებას ეძახიან, თქვათ, მტერთან რაღაცა შეერთებას პირობითად და ტრადიცია გახდა დღეს ის, რაც შეიძლება ქალში აფურთხო ვითომ შენი ქვეყნისთვის თუ რაღაცა დამახინჯებული ჰიბრიდული ვერსია რაღაცეების და ეხლა ჩვენ აი მაგიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ეროვნული ჩვენი კოდი ამ ახალგაზრდებში ყველაში წამოიწია ეს ხო ძალიან საკრალური და უხილავი ძალიან მოსაფრთხილებელი რაღაცაა რომელიც ფეთქდება შენში როგორც აი ყვავილი იშლება შენში და სწორ მხარეს დგას ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვანი როცა ადამიანი სწორ მხარეს დგას ის ავლენს საუკეთესო თვისებებს აი მართლა ეს ესეა ხო რა თქმა უნდა ანუ თვითონ მოცემულობა განაპირობებს სიკარგეს კი ბატონო და ერთ-ერთი ვიდეო გახსოვთ ბიჭის რო ურტყავენ ბევრნი და ეს რო შევარდება შავს ეცნა ძმები არიან ვიღაცამ დაწერა არ ვიცი ზუსტად მაგრამ მნიშვნელობა არა აი როგორ შევარდება და ბევრი ეგეთი ისტორია გვაქვს რომელსაც ცუცაც გადააზრება უნდა თუმცა კარგიც რაც ხდება ამასაც გადავიაზრებ და ჩვენ იმსეთი რაღაცები ვნახეთ ამ პერიოდში რა თქმა უნდა რომელიც არ შეიძლება რომ დაგვავიწყდეს, არ შეიძლება და არც გვავიწყდება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ და აი ეს რა თქმა უნდა ზეიმი რომელიც მე მიხარია ხვალინდელი ეს არ არის ზეიმი, არ შეიძლება ამას ზეიმი დავარქვათ, ეს არის რაღაც მართლა ახალი წლის შეხვედრა იქნება, აი რაღაც ახალი დასაწყისის შეხვედრისთვის ვდგებით იქ ყველა ერთად, ეს ალბათ ესეთი ახალი წელი ჩვენ ნამდვილად არ გქონია არც ერთს და უბრალოდ არ შემიძლია წარმოვიდგინო ვინმე ვინც იქ არ იდგეს ხო ანუ აი ყველა ვისაც შეუძლია გარეთ გამოსვლა ყველა ვისაც შეუძლია იქ დგომა უბრალოდ არ შეიძლება თავის თავს უარი უთხრას რაღაცნაირად აი მართლა
აი ამ ხელა მომენტის არ გაზიარება არ შეიძლება, სადაც ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით და ყველას ერთად გვექნება, რა თქმა უნდა, ერთი სურვილი, ერთი საახალწლო, ასე ერთ რამეს ჩავიფიქრებთ ალბათ იქ, ყველა ერთად და მე დარწმუნებული ვარ, როცა ამდენი ხალხი ერთი რაღაცის გარშემო და მე დარწმუნებული ვარ, სხვა შორის ის ხალხი, ვინც არ დგას, შეიძლება ან არ იდგება ხოლმე, ან საწინააღმდეგო მხარეს არის ამ წუთად, არ მჯერა რომ მათაც იგივე სურვილი არ ქონდეთ საბოლოოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხიც, ვინც ჯერ კიდევ შეიძლება ემხრობა ამ რაღაცას, დარწმუნებული ვარ, რომ მასაც უნდა თავისუფლება და მასაც უნდა მშვიდობა. ამიტომ პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ ხვალ ჩვენ ყველა ერთად აი მთელ საქართველოს გვექნება ერთი სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და მივიდეს გამარჯვებული თავისუფლებასთან, მიუახლოვდეს ამ თავისუფლებას, რომელზეც ყველა ჩვენ ვოცნებობ და კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადადგას იმ გათავისუფლების საქმეში, რომელიც ძალიან შორეული წარსულიდან წინააღმდეგობის მთელი საქართველოს წინააღმდეგობის ისტორიიდან იღებს სათავეს და დღეს მოვდივართ ყოველი დღე არის ისტორიული სინამდვილეში ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ. უბრალოდ მე მინდა რომ აუცილებლად ვიყოთ მხნედ და ვიყოთ ისევე მშვიდად და ჯიუტად დინჯად, ასე ვთქვათ, როგორც ვიყავით ამ პროცესების მანძილზე და მართლა სამაგალითო გაწონასწორებულობა გამოვავლინეთ ყველა იმ ჩვენი გაგიჟების და გაცოფების მცდელობის ფონზე, რაც არ დაიშურეს მეთოდები, რომ მართლა სახე დაეკარგა ჩვენ საზოგადოებას, აი ეს წინააღმდეგობის ისტორია, აი ბოლო ერთი თვის ამბავი, მარტო იმიტომაც ღირს მოყოლად, რომ ყველა მიცოდეს, როგორ უნდა შეინარჩუნოს სახე, ადამიანური სახე, როგორ უნდა მაინც შეინარჩუნო მიუხედავად ყველაფრისა ადამიანური სახე და ამის აბსოლუტურად ფანტასტიკური მაგალითია ის ერთი თვე, რომელიც ჩვენ გავიარეთ და კიდე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელებთ დინჯს და ჯიუტ ბრძოლას, დგომას ჩვენ პრინციპებზე, სანამ არ დაიბზარება ეს ძირგამომპალი სისტემა და არ გავიჭრებით თავისუფლებაში. ნამდვილად მართლა რაღაც მაჰათმა განდის გზას ვადგავთ. მე პირველად წავიკითხე რაღაც ზღაპრად და იმათ წარმოგიდგენია, მაგრამ რეალურად ამის მომსწრენი ვართ მართლა და ძალიან ამაღელველი. გავს ყველა წინააღმდეგობის ისტორია გავს ერთ მაგრამ ადამიანი ამ სიტუაციაში ეგ ცხოველია, ეგ თავისუფლების ცხოველია. კი, დათა მადლობა ძალიან. მადლობა თქვენ, პირიქით. შევხვდებით ხვალ რუსთაველზე. ჩვენ მსმენელს ასევე დამდეგ ახალ წელს. კი და ჩვენი მსმენელიც აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ რუსთაველზე იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ ხვალ ყველანი ერთად ჩავიფიქრებთ ერთ სურვილს. გემშვიდობებით, შევხვდებით მალე. დროებით.